მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. იმედი მაქვს, ღმერთს მადლობა გადაუხადეთ სიცოცხლის ახალი დღისთვის. ახლა მინდა, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები გითხრათ. ბევრისთვის ჩემი დღევანდელი ლექცია გარდამტეხი მომენტი იქნება მათ ცხოვრებაში. გულწრფელად ვიმედოვნებ, ამას და ღმერთს ვთხოვ დამეხმაროს ისეთი სიტყვები გითხრათ, რომლებიც პირდაპირ თქვენს სულსა და გულში შეაღწევს. არსებობს ასეთი ჭეშმარიტი ჟესტი გულიდან გულამდე. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. უფლის იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მომისმენთ დამისვამთ კითხვებს და ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ დაუსრულებელ ლექციას თქვენ და მიხთვის სიყვარულზე. მე 75 წელში ვარ და ამბობენ, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომლებიც წარმოითქმება ჩემი ასაკის და ახალგაზრდა კაცის მიერ, ან ჭეშმარიტებად აღიქმება, ან გულუბრყვილობად. და იმე ჭეშმარიტებაზე გესაუბრებით. ჩვენი საუბრის თემა ღმერთზე მინდობა. იცით რა არის მნიშვნელოვანი? რა არის ჩემი დღევანდელი გამოსვლის მიზანი? ეს მხოლოდ თქვენთვისაა, იმისთვის რომ ღმერთი სიყვარულია. გესმოდეთ და დამიჯეროთ, ვინაიდან მაგალითებით ვისაუბრებ, რომ ღმერთს უყვარხართ, თუ ღმერთს ენდობით და სწორად გამიგებთ, თქვენს ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება. აღარაფერი იქნება იმის მსგავსი, რაც იყო გუშინ. ასე რომ, ღმერთზე მინდობა. მე წარმოუდგენლად რთული ცხოვრება გავიარე, თუმცა ცხოვრება არასდროს არ არის ადვილი. ძველებს ვთქვამთ, რომ ცხოვრების გავლა, მინდვრის გავლა არ არისო, ეს სრული სიმართლეა. და აიუცებ, გამინათ და გონება და მივხვდი, რომ მქონდა გარკვეული შესაძლებლობები, რომლებიც იმის საშუალებას მომცემდა, რომ სრულიად სხვა მხრივ წარმომეჩინა საკუთარი თავი, იმიტომ რომ კომუნიზმის, სოციალიზმის წლებში ვცხოვრობდი, როდესაც ყველა სჯეროდა არა ღმერთის, არამედ პარტიის, რომ ერთხელაც კომუნიზმი დადგებოდა და ყველანი თანასწორნი ვიქნებოდით და ყველა კარგად იქნებოდა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამის არასდროს მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტი ვიყავი უნივერსიტეტის პრორექტორობის დროს და სამწუხაროდ, ვინაიდან ყოველთვის კარიერას ვიწყობდი და მინდოდა ჩემი ცოლისთვის დამემტკიცებინა, რომ განსაკუთრებული ვიყავი, რომ სხვებზე მეტი შემეძლო. თუმცა, რა თქმა უნდა, 35 წლის ასაკში უკვე 18 აკადემიკოსი მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი მყავდა დაქვემდებარებაში. მთლიანობაში კი იმ დროს სსრგ-ს სიდიდით მესამე უნივერსიტეტში ფაქტობრივად მექვემდებარებოდა არა პირდაპირ, რა თქმა უნდა, რადგან ეს მაინც უნივერსიტეტი იყო დაახლოებით 30,000 ადამიანი. თანაც მე ფაქტობრივად უპატრონოდ გაზრდილი ბავშვი ვიყავი. მამაჩემი პრაქტიკულად არასდროს მინახავს, თუმცა აქ ისრაელში გავიგე, რომ ის დიდებული ადამიანი ყოფილა. ის ნამდვილი საბჭოთა ადამიანი იყო. მთელი ომი გამოიარა და იყო გმირი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ასე რომ დაახლოებით 50 წლის ასაკში სრულიად უჩვეულო ისტორია გადამხდა თავს. ყველაფერი კარგად მიდიოდა. 40 წლის ასაკში ბიზნესი წამოვიწყე. ეს სასწაული იყო და სასწაულებით აგავსებთ ახლა. ღმერთმა ქნას, რომ ისინი დიდი რაოდენობით შემოვიდეს თქვენს გულში. მე არ ვიცი სხვა მსგავსი ისტორია, რადგან 40 წლამდე $1 არ მქონდა ნანახი და არასდროს მეფიქრია, რომ მილიარდერი გავხდებოდი. თავს ღარიბად არ მივიჩნევდი, თუმცა იყო დრო, როდესაც რძის ყიდვაც კი არ შემეძლო და მეზობლებისგან 20 კაპიკს ვსესხულობდი. და აიუცებ, ვიგრძენი, რომ რაღაცის დამოუკიდებლად გაკეთება შემეძლო. პირველი რაც გონებაში მომივიდა, რადგან იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ვიყავი, იყო ის, რომ დავაფუძნე სამართლის მენეჯმენტისა და სოციოლოგიის ცენტრი. მე მას პრავექსი დავარქვი და დიდი რაოდენობით ფულის შევნა დავიწყე. მე განსაკუთრებული ნიჭი მაქვს. ვხედავ პრობლემებს, რომლებშიც ფულის შევნა შეიძლება და თანაც არაფრის ჩადება არ არის საჭირო. მინდა ამაზე ვისაუბრო ჩემს ლექციებზე და მალე მათ საქართველოში ახალგაზრდებთანაც ჩავატარებ, თუ ვინმეს უკრაინაში ენდობება მათი მოსმენა, ეს ხელს არ შეუშლის.
და ყველგან გვერდით ყავდა მოსიყვარულე და ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც მოგვიანებით დავინახე, მაგრამ თუ ბოლომდე არ მოისმენთ, შეიძლება ვერასდროს დაინახოთ ის იმაში, რაც თქვენს პირად ცხოვრებაში ხდება. იმ დროს მე უკრაინაში საუკეთესო იურისტი ვიყავი, ვინაიდან განათლებაც შესანიშნავი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კლასში ჩარჩენილი ვიყავი და სკოლა 19 წლის ასაკში დავამთავრე. უნივერსიტეტი წარჩინებით დავხურე. არავის არ დაუმთავრებია ასე იმ სკოლებიდან, რომლებიდანაც მაგდებდნენ, რადგან გარეთ სკამებზე მჯდომი ბებიები მხოლოდ ყაჩაღს ხედავდნენ ჩემში. მხოლოდ მე დავიცავი წარმატებით დისერტაცია და თანაც 2 წელიწადში. მაშინ, როცა ჩემს სპეციალობაში, კრიმინალისტიკაში, ადამიანებს ჩვეულებრივ 10 წელიწადი სჭირდებათ დისერტაციის დასაცავად. ეს საუკეთესო დროა. და ვინით გამ ყველაფრის უკან, მხოლოდ ის, ღმერთი. იურისტი ვარ, კონსულტაციებს ვატარებდი ერთ-ერთში 1 საათის მანძილზე $25,000 გადამიხადეს, იმიტომ რომ იურისტობა მხოლოდ კანონის ცოდნას არ ნიშნავს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ კრიმინალებმა კანონი გაცილებით უკეთ იციან, ვიდრე გამომძიებლებმა და პროკურორებმა. ისინი სხედან თავიანთ საკნებში და კოდექსებს კითხულობენ, მაგრამ ისინი ვერასდროს გახდებიან იურისტები, რადგან ნამდვილი იურისტი რომ გახდე, ისეთი ვისაც შეუძლია მოგცეს რჩევა, რომელიც ყველაზე რთული სიტუაციიდან გამოგიყვანს, რკინის ლოგიკა უნდა ჰქონდეს. კანონის ცოდნის საფუძველზე ყველაზე რთული სიტუაციიდან უნდა გამოგიყვანოს. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არ იყო, რის გაკეთებაც შემეძლო. ერთ დღესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდი, საკომისიო მაღაზია და კიევის ცენტრში საკომისიო მაღაზიის წინ ხალხის გრძელი რიგი დავინახე, რომლებიც ნივთებს აბარებდნენ. შევედი იქ. ეს საშინელი ბიზნესი იყო. ხალხს ცუდად ექცეოდნენ, მაგრამ მათ ფული სჭირდებოდათ. ხალხი მაშინ მასობრივად გადიოდა ქვეყნიდან, საზღვრები გაიხსნა. დავფიქრდი კანონებს გადავხედე და როგორც იურისტმა გადავწყვიტე, რომ ყველაფრის პატიოსნად გაკეთება შემეძლო და უზარმაზარი შესაძლებლობები გამომჩნდებოდა. რადგან უფრო შორს ვიყურებოდი, უკვე ვხედავდი გასაყიდად გამოტანილ არა მხოლოდ ოქროს ყელსაბამებს, არამედ მთელ საწარმოებს და ძალიან ძვირადღირებულ და იშვიათ ხელოვნების ნიმუშებს. არ არსებობდა კანონები, რომლებიც ასეთ ურთიერთობებს დაარეგულირებდა. ამიტომ კიევში მასწავლებლის სახლის შენობაში უზარმაზარი დარბაზი ვიქირავე და უზარმაზარი მაღაზია გამოფენა გავხსენი. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვებში არასდროს ყოფილ ვარ მაგარი, ვიცოდი როგორ მეყიდა. ასე მოწყობილი ტვინი და მას ვერ შეცვლი. და ვინ მოაწყო ასე მოხერხებულად ჩემი ტვინი, თუ არა მან, სამყაროს მბრძანებელმა. ყველას უნდა ფული. ფული კი ბანკებშია. შეგიძლია ის სესხად გამოიტანო, მაგრამ შემდეგ დავინახე, რომ 1000%-ით მიდის ინფლაცია. ანუ თუ სესხი აიღე, მაშინ რაღაც კუპონები იყო, 1000 კუპონი დოლარებში თუ გადავიყვანდი, გამოდიოდა მაგალითად $1000. 1 წლის შემდეგ შეგეძლო $10 დაგებრუნებინა და ეს იგივე 1000 კუპონი იქნებოდა. ამიტომ ვალუტის მაღაზია გავხსენი. სხვა კანონი არ არსებობდა, KGB-ს, ШСС-ს ყველანი მოწვივდნენ. ყველამ დაიწყო იმის გარკვევა, გამოჩხრეკა. თუ როგორ გამომდიოდა ვალუტაში დოლარში გაყიდვა. მაგრამ ვერაფერს წარმომიდგენდნენ. ვიღებდი კონსტიტუციას და ვაძლევდი მათ წასაკითხად. ნახეთ რა წერია? ყველაფერი, რაც კანონით არ არის აკრძალული, ნებადართულია. და ვინ მომცა ეს აზრები? თქვენ უკვე ხვდებით. რადგან სულ რაღაც 1 ან 2 თვით ადრე დოლარებში და ისიც ოქროთი ვაჭრობისთვის ძაღლივით დამხრდნენ. რეკლამა გავუშვი, ჩამაბარეთ თქვენი ნივთები დოლარებში. დოლარებს გადაგიხდით. ვიცი, რომ არანაირი კუპონები არ გჭირდებათ. და თანაგ იგრძნობთ, რომ 10 წრეულების განმავლობაში თქვენი ნათესავები არ გინახავთ. უზარმაზარი რიგები დადგა, მლოცავდნენ. ყველა გამოიქცა ძირითადად ებრაელები, რომლებიც ისეთ ნივთებს აბარებდნენ, რომლებშიც არაფერი გამეგებოდა. თავად მე არასდროს მქონია ძვირფასი ნივთები, ისინი თავად ადებდნენ თავის ფასს. ნივთები უამრავი იყო, 2 ფაბერჟეს კვერცხიც კი. წარმოგიდგენიათ, ერთი კვერცხი ხომ მთელი ქონება მილიონობით დოლარი. მაგრამ მე არ მქონდა ფული, რომ მეყიდა ისინი. ვიცოდი რა იყო ოქრო. ოქრო ტომრებით მოქონდათ, განსაკუთრებით 5 ან 10 მეფის რუსეთის რუბლი. და ის კაპიკები ღირდა. ერთ დროს ტონობით ვარიგებდი, დამიჯერეთ ტონობით. პატარა 1 გრამიანი ოქროს ზოდები მქონდა ბანკში. ისინი ღირდა არ მახსოვს 5 ან 10 დოლარი. დღეს მგონი 100 ან 200 ზუსტად არ ვიცი. იმიტომ რომ
ბიზნესით არ ვარ დაკავებული და არც არასდროს ვიქნები. უამრავი ადამიანი მოაწყდა ჩემს მაღაზიას და ჩემი მაღაზია კიევის ღირსშესანიშნაობად იქცა. ყველა მდიდარი იქ მოდიოდა საყიდლად. მქონდა ხატები, ოქრო და მისგან დამზადებული სამკაულები. თუმცა ვერ ხვდებოდი, რატომ იყო კილოგრამიანი ჯაჭვები უფრო იაფი, ვიდრე სხვადასხვა მასალისგან დამზადებული პატარა ნივთები. მაგალითად, დიუპონის სანთებელა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ყაჩაღის უზარმაზარი ჯაჭვი. ჯაჭვი არასდროს მიტარებია. და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მაღაზიას დღეში 35,000-მდე სუფთა მოგება ჰქონდა დოლარებში. ჩემთვის ფული თავზე მეყრებოდა ყველა ჯიბიდან. ჯიბეები არ მყოფნიდა. მაშინ სეიფები არ იყო. რა თქმა უნდა, მე და ჩემი მეუღლე მოკლედ აღარ მახსოვს სად ვალავდით მათ. ძირითადად ბავშვებისგან, მაშინ პატარები იყვნენ. და მახსოვს, რომ ერთ დღეს ადგილობრივი პოლიციელი მოვიდა ჩემთან, ის პატივისცემდა, იცოდა რომ ყოფილი პროკურორი ვიყავი, მითხრა: "მომისმინე, ლეონიდ მიხაილოვიჩ, შენი შვილი $100 ურიგებს უბანში ყველა უსახალკაროს." ცოლს უთხარი. რა თქმა უნდა, ცოლმა არ დამიჯერა, ძალიან უყვარს შვილები. ახლა კი შვილიშვილებიც. იყო უცხოური კოსტიუმები, იყო ებრაელები, რომლებიც მიდიოდნენ ანტიკვარულ დოლარებს აბარებდნენ. ისინი გაცილებით ძვირი ღირდა. იყო ძვირად ღირებული ხატები. ერთხელ ფასდაუდებელი ლალის თვალი მოიტანეს. ცოლი გადამეკიდა იყიდე, მაგრამ ვცდილობდი რომ ფული დამეზოგა ახალი ბიზნესის სამოსაწყებად. პატიოსან სიტყვას გაძლევთ. ფულისადმი ინტერესი არასდროს მქონია, მაგრამ ყოველთვის მქონდა ძალაუფლების ინტერესი. იმის მიმართ ინტერესი, ვინც ჩემამდე ასე არასდროს მოქცეულა და ასე არ გაუკეთებია. მინდოდა რომ მიუხედავად უპატრონობისა, დედაჩემის ოცნებები ამესრულებინა, რომელიც რატომღაც ყოველთვის უჩვეულოდ მიმიჩნევდა. მყავდა ღვიძლი ძმა, მაგრამ დედაჩემს მის მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა. მამამისი ლოთი მკვლელი და მოძალადე მას ჩემს ძმას აგონებდა, რომელიც ჩემზე 20 წლით უფროსი იყო. სხვათა შორის ის კგბ-ს მოძალადისა და ნაძირალასგან დაიბადა. შემდეგ კი დედა სოფელში მარტო დარჩა. ის კი პრაქტიკულად კგბ-ს პოლკოვნიკი იყო, უზარმაზარ ციხეზე დამხედველობდა. ჩემი ბაბუა ცოცხლად დამარხეს, როგორც ხულაკი, როდესაც ყველაფერს ართმევდნენ. ჩემი ბებია და 10,000-ობით სხვა ადამიანი სესერიკას უდიდეს სიმდინარის ლენას გადაღმა ტუნდრაში გადაასახლეს. საკვებისა და დასაცმლის გარეშე დღემდე არავინ წერს ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ ეს ხომ სიმართლეა, ეს არის ისტორია, რომელიც ჩვენ შვილებს ჭირდებათ. მუშები საშინელი სიცივისა და შიმშილისგან დაიღუპნენ, იქ 100,000-მდე ადამიანი დაიღუპა. მგონი 13 წლის ასაკში გააჩინა დედამ პირველი შვილი. მოკლედ ის კაცი გარდაიცვალა, დარჩა ღვიძლი ძმა. ის ჩემზე თითქმის 20 წლით უფროსი იყო და დედაჩემს ისე არ უყვარდა როგორც მე. ის მოძალადისა და ლოთის მამამისის შვილი იყო. დედაჩემს უყვარდა მიშა, მამაჩემი და ეს სიყვარული მთელი ცხოვრება ატარა. მოკლედ, როგორც კი გამდიდრდი და დედაჩემისგან არ ვიცოდი იმ მკვლელობის ყველა ისტორია, რომლებიც ჩემი ძმის მამამ ჩაიდინა და რომელიც დედაჩემს მთელი ცხოვრება სძულდა, დავიწყე ჩემი ძმის კაცად ქცევა. ახლა გიამბობთ რით დასრულდა ეს ყველაფერი, დედაჩემისთვის ის არაფერს წარმოადგენდა. მე კი იმ დროისთვის ოროსანი, თავზე ხელაღებული და ლოთი ვიყავი და გამუდმებით ვჩხუბობდი, ეს ძალიან კარგად გამომდიოდა. ჩემი ეშინოდათ ავტორიტეტი მქონდა, დაბადებიდან დამყვა ლიდერის თვისებები, ასე რომ მას უბრალოდ კი არ უყვარდა დედა. ის ჩემში გარკვეულ პოტენციალს ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ კლასში ჩავრჩი საწყალს, კინაღამ გული შეტევა დაემართა, მაგრამ ეს უკანონო იყო, რადგან ყველგან პროტესტს გამოვხატავდი, მასწავლებლებს ვძულდი, ამიტომ ადგენენ და ასე მომექცნენ. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი სასკოლო განათლება მქონდა. ყველაფერი მახსოვს და თქვენს ხედავთ. როგორ ვწერ. ეს ერთგვარი ნიჭია. ერთ დროს ისეთ წერილებს წერდი, რომ ქაღალდი იწვოდა. ეს იმისთვის, რომ არ შეწყვიტოთ მოსმენა. ინტერესი რომ არ დაკარგოთ. ნუ გაეთიშებით. ყველაზე მნიშვნელოვანს მოისმენთ. ყველაზე მნიშვნელოვანს და თან ძალიან მალე. და აი ფული. ყველგან შევლობდი ფულს. წარმოიდგინეთ,
არასდროს ჩამიდენია დანაშაული. შემეძლო ბანკში წასვლა, მყავდა მეგობრები, შემეძლო სესხის აღება, როგორც აკეთებდა ბევრი, რომლებიც შემდეგ მილიარდერები გახდნენ. ისინი ამ სახელმწიფო ბანკებიდან უზარმაზარ თანხებს იღებდნენ ქთამისთვის და შემდეგ კაპიკებს აბრუნებდნენ. თითქმის ყველა ასეთ მილიარდერს მოგვიანებით ციხე და ძირითადად სიკვდილი ელოდა ფულის გამო. სესხს იღებდნენ ვითომ და რაღაც ტექნიკის შესაძენად, ქარხნის ასაშენებლად. ყველანაირ ისტორიას იგონებდნენ. ბანკის სამსახურს ახსნა განმარტებებს წერდნენ, ხო და სესხს აძლევდნენ, შემდეგ კი კაპიკებს აბრუნებდნენ. ინფლაცია იყო. მე ეს არ გამიკეთებია. მოგვიანებით მათ ყველაფერი დაკარგეს, იმიტომ რომ ღმერთი ან გაძლევს სიმდიდრეს ან არა. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მერწმუნეთ. დიახ. ასეთი ფული მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. თუმცა, ბევრი თქვენგანი, ვისაც ახლა ის არ გაქვთ, საქართველოში კი საშინელი სიღარიბეა. მაშინვე არ დამიჯერებთ, მაგრამ დამიჯერებთ იმ მსხვილი ქართველი ჩინოვნიკების მაგალითების საფუძველზე, რომლებსაც პირადად ვიცნობდი. სააკაშვილი დაწყებული და მერაბიშვილი დამთავრებული. შეიძლება გვართან დაკავშირებით ვწდებოდე. ის მინისტრი იყო, შემდეგ კი მთავრობის მეთაური. სხვათა შორის საქართველოში შემხვდა. კიევზე საუბარი არ დამისრულებია. მოკლედ, უფრო შორს წავედი. მაღაზია უკვე აღარ მაინტერესებდა. ჩემს ცოლს გადავეცი, სად მიქონდა ფული ან რას აკეთებდა არ მაინტერესებდა. ერთ დღეს მოსკოვის გაზეთ კომერსანტის წაკითხვის შემდეგ განცხადება განვათავსე, რომ შემეძლო როგორც მეორე, ისე პირველი ხელიდან საუკეთესო ძვირფასი მანქანებისა და ნებისმიერი ქონების გაყიდვა. ნებისმიერი. დამიკავშირდით. თუ რომ ის გაყიდვა გსურთ, მობრძანდით, ამას საჯაროდ გავაკეთებთ, ანუ აბსოლუტურად პატიოსნად და გამჭვირვალეთ. სცენაზე იცხდებიან ადამიანები, რომლებსაც პატივს სცემთ. მათ მოპირდაპირედ კი უნაღდო მყიდველები იქნებიან, რომლებსაც ადგილობრივი ვალუტით მილიარდები აქვთ. მაგრამ მე ერთ-ერთი მანქანა არ მყავდა, არაფერი მქონდა გასაყიდი. და ვინ მომცა ეს აზრები, ასეთი თავდაჯერება, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, მხოლოდ მან, სამყაროს მბრძანებელმა. ჩემს ახალ წამოწყებას დავარქვი ისევე, როგორც მოსკოვში ერქვა ბირჟა. ეს იყო ისტორიული დარბაზი, სადაც აკადემიკოსი გრუშევსკი, უკრაინის პირველი და ერთადერთი არჩეული პრეზიდენტი, მრავალი წლის განმავლობაში იჯდა, ისევე როგორც უკრაინის პარლამენტის ყველა წევრი 1900-იანი წლების დასაწყისიდან. ჩემს საქმეში კიდევ ერთი სასწაული მოხდა. მიზანში მოვარტყი. დადგა იმ ხალხის რიგი, რომლებიც ყიდიდნენ ბინებს, მანქანებს, მაღაზიებს, რესტორნებს, აბსოლუტურად ყველაფერს. ერთხელ ერთი ქალის ბინას ვყიდდით და ბინებს ფასი წარმოიდგინეთ, რა დროში ვცხოვრობდით უკრაინაში, საერთოდ არ ჰქონდა. სასწაულია, მაგრამ უკრაინის ისტორიაში მეეჭვება გამოჩნდნენ მეცნიერები, რომლებიც დაწერენ, რომ ჩემი წყალობით უამრავი ქონების ბაზარი გამყიდველების სასარგებლოდ ჩამოყალიბდა. ერთხელ ერთი ვიცე-პრემიერი თაღლით იმსაყვედურობდა და ჩხუბზე მოდიოდა. რა ჩაიდინე? ახლა იაფად ვეღარ იყიდი ბინას. ანუ შეგეძლო ერთი და იგივე ბინის, ვთქვათ, ოროთახიანის ყიდვა $1000 ან $10,000. ეს მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენად სურდა მისი გაყიდვა გამყიდველს, რომელიც უკან მოუხედავად გარბოდა ისრაელში ან ამერიკაში. კარგი, ეს ყველაფერი ნათელია, ამიტომ ნდობა უზარმაზარი იყო და ყველა მოდიოდა იმით, რაც ჰქონდა. ყველაფერი იყიდებოდა. კოლმეურნეობები, სახელმწიფო მეურნეობები, ნებისმიერი რამ. ყველას ჩამოთვლაც კი არ შემიძლია და ყველანაირი რთული სატრანსპორტო საშუალება. შემდეგ კი წამოვიდა მერსედესები, ღმერთო ჩემო, რამდენი მანქანა და სხვა რამ აქვს გაყიდული. ყველაფერი მხოლოდ ხელშეკრულების მიხედვით. ამასთან ერთად, ყველაფერი მხოლოდ ხელშეკრულების მიხედვით და არავითარი ნაღდი ფული. არანაირი ნაღდი ფული გაითვალისწინეთ, თუ ზეპირ შეთანხმებებს დადებთ, ცუდად დაასრულებთ. ან მოკლავენ, ან მეგობარს დაკარგავთ, ან ცოლს. ღმერთმა დაგიფაროთ, ბიზნესში ნათესავები ჩართოთ. ერთი ქალი ოროთახიან ბინას ყიდდა. ფასი მან დაადო. ცოტა ხარბი იყო, ჩემი აზრით. მგონი 3000 თუ 4000 დაადო. სადღაც მარცხენა სანაპიროზე. და ვაჭრობის შედეგად იდგა კაცი, რომელიც
ჩაქუჩს სურტყამდა, უცებ გამოაცხადეს ფასი, ერთმა თქვა 5, მეორემ 6, 7, 8, $14,000-მდე ავიდა. 3 თუ 4,000-დან 14,000-მდე. ის ქალი სცენიდან იმ ორმოში ჩავარდა, სადაც ჩვეულებრივი მუსიკოსების ხედან, ანუ კინაღამ გულის შეტევა დაემართა. დიახ, ასეთი დრო იყო. 40 წლის ასაკში იუგოსლავიაში პირველად ვნახე $. მაშინ იუგოსლავიაში მოგზაურობისთვის $200 იძლეოდნენ, ვითომ და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. სინამდვილეში კი ყველას ყველი ველოსიპედები და ყოველგვარი ხარახურა მოჰქონდა. მე კი პლეიერზე ვოცნებობდი, რომ ფილმები მენახა. ძალიან მიყვარს მძაფრსიუჟეტიანი ფილმები ან რომანტიკული ფილმები. ან როგორი რაღაცეები. ჩემთვის კი ტყავის ქურქი უნდოდა. ვიყიდეთ, წავედით და დავდივრდეთ ჩემი მანქანა. ლადა 4 მყავდა. ყველი, ველოსიპედი, ყოველგვარი ძეხვი, ყველაფერი ნოვოსადის ბაზარში ვიყიდეთ. ასე ერქვა იმ ქალაქს. მართალია მე გამოვიქეცი, რადგან სტუდენტებით იყო იქაურობა სავსე, მე კი პროექტორად ვიცნობდნენ. ჩემთვის უთხარი, იცი რა, მე არ გავყიდი, შენ თვითონ გაყიდე. ჩემთვის კი პლეიერი ვიყიდე. წარმოუდგენლად ბედნიერი ვიყავი, შემდეგ მთელი სახლი ჩემთან მოდიოდა ფილმების საყურებლად. დიახ. ასე რომ 40 წლის ასაკში პირველად ვნახე $. 42 წლის ასაკში კი უკვე მილიონერი ვიყავი. ნამდვილი მილიონერი. კვიპროსის საბანკო ანგარიშზე $1,000,000-ით. სასწაულია. გავემგზავრე კვიპროსზე. ჩემთან ერთად გზავრობდნენ ადამიანები ბრეზენტის ჩექმებით. მართალია, შეიძლება ისინი ბრეზენტის არ იყო, რაღაც სხვა იყო, მაგრამ სამუშაო ჩექმები იყო, გაბრიალებული. ეს ადამიანები იყვნენ გაზის ან რაღაც ელექტროსისტემების დირექტორები. ზოგიერთი ქარხნის დირექტორი იყო, მოკლედ, იპარავდნენ და ანგარიშების გასახსნელად მიემგზავრებოდნენ. უნდა გენახათ მათი სახეები. მათ მხოლოდ ცხენები უნდა შეებათ უღელში ან ვირზე ამხედრებლებს უნდა ემგზავრათ. მთელი ამერიკული თვითმფრინავი ამ ხელმომჭირნე ხალხი იყო სავსე. სიმართლე გითხრათ, მეც ასეთი ხელმომჭირნე ვიყავი. კვიპროსზე მე და ჩემი ცოლი მაშინვე მაღაზიებში გავეშურეთ. ფული ბევრი გქონდა, ჩემთვის ჟოლოსფერი პიჯაკი ვიყიდე პრესტიჟული ქსოვილით. $200-ად. შემდეგ იმან რაც ჟურნალმა რესპუბლიკამ ჩემ შესახებ დაწერა, ეს ყველაზე ცნობილი იტალიური ჟურნალია, მილიონი გამომწერით შემზარა. ჩამოვიდა ჟურნალისტი, ყოფილი თავადი და ამ დიდებული გაზეთის წამყვანი ჟურნალისტი. ის რუსულად საუბრობდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობდა. მე მას მაშინვე ვუთხარი, თქვენ ალბათ რაღაც სისაზაღლეს დაწერთ. მან მომიგო როგორ გაკადრებათ არასდროს. ასე რომ, მან დაწერა სტატია, რის შემდეგაც ჩემმა ბევრმა უცხოელმა პარტნიორმა შეწყვიტა ჩემთან მუშაობა. ადამიანები, რომლებიც მაშინ ჟოლოსფერ ქურთუკებს ატარებდნენ, იყვნენ, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც კრიმინალებს მიეკუთვნებოდნენ. მან ჩემზე ყველანაირი სისაზაღლე დაწერა, ისიც რომ ამ ჟოლოსფერ პიჯაკში სასაცილოდ გამოვიყურებოდი. და ღმერთმა მიმანიშნა. ამის გამო ბევრი რამ დავკარგე. და რა თქმა უნდა მეწყინა, რომ ამ თავადმა მომატყუა. დავბრუნდი სახლში და უკვე ღმერთს ვიცნობდი. სარკეში ყველა მხრიდან შევხედე. საკუთარ თავს დაგავიფიქრე. დიახ, სასაცილოდ გამოვიყურები. და ჩავიცვი ისე, როგორც ნორმალურმა ჩვეულებრივმა ადამიანმა. აი რა გამიგეთა ღმერთმა, მან საკუთარი თვალით დამანახა საკუთარი თავი სხვა მხრიდან. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრობლემები ღარიბებს კი არა, მდიდრებს აქვთ, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ, რომლებიც მასზე კი არ არიან დაიმედებულები, არამედ ფულზე. მაშინ ღმერთი ამბობს, შენ თუ საკუთარ თავზე ხარ დაიმედებული, მე უკვე დაგივიწყე. ვიდრე არ გაკოტრდებით. ღმერთი უნდა გიყვარდეთ. მისი სიყვარულის ღირსი უნდა იყოთ. ეს მეც კარგად გავიგე. ჩემთან უკვე დაახლოებით 150 ადამიანი მუშაობდა, ზოგი ბირჟაზე, ზოგი მაღაზიებში საქონელს ყიდდა, 150 ათასობით. ყველას ვხდიდი ხელფასს. ჩემი თავის გარდა, იმიტომ რომ მე ხელფასი არ მჭირდებოდა. ფული ჩემს ანგარიშზე შედიოდა და არც კი ვიცოდი რამდენი იყო, მაგრამ უკვე მილიონები იყო.
იყო დრო, როდესაც გამოთვალე რამდენს მშოულობდი საათში, სამუშაო დღის განმავლობაში. ისე იყო, რომ საათში 10,000-ობით დოლარიც კი გამოდიოდა. ადამიანი, რომელსაც არასდროს სურდა ფული, მაგრამ შემდეგ მოუნდა ფული. აი გაიგებთ რა არის მათი ფასი. მე არასდროს მომიპარავს უკრაინიდან არც ერთი კაპიკი. მილიარდერად გახდომის სხვა გზებიც არსებობდა, მთავრობასთან თანამშრომლობა, რადგან როდესაც თანამდებობის პირი მაღალ თანამდებობას იკავებს, მაგალითად მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, თავად ვერ ხდება როგორ მოიპაროს, ამიტომ მას აძლევენ ბიუჯეტს, მაგალითად 10 მილიარდს ან 1 მილიარდს. ის თავის სახელმწიფო ანგარიშზე იღებს ამ თანხას. შემდეგ კი მას ჭირდება ვინმე ისეთი, ვინც ამაში გარკვეულია. მაშინ ის ეძებს ჩემნაირ ადამიანს. იმიტომ რომ მე ვიცი ეს, მაგრამ მე იქ არ მივდიოდი, სხვები კი მიდიოდნენ ისეთი ინტელექტის გარეშე, როგორიც მე მაქვს. მიდიოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ჭკვიანი არ ვარ, მნიშვნელოვან საქმეებზე გამომძიებლად მუშაობა ძალიან დამეხმარა. ისინი სთავაზობდნენ სქემას. მოდი აგიშენებთ ხიდს ან რაიმე საღორეს და შენ ორჯერ მეც გადაგვიხდი. ჩვენ კი ის რაც ზემოდან დარჩება, რადგან შენ ფასებს გაბერავ, შემდეგ ერთად გავიყოთ, ასე მუშაობდა მთელი საბჭოთა კავშირი. არ ვიცი. ახლაც ასე აკეთებენ თუ არა, მაგრამ ეს არასდროს მაინტერესებდა. საბოლოოდ მსხვილ ბიზნესს მოვკიდე ხელი, მაგრამ მე საჯაროობა მაინტერესებდა. მწვერვალზე ყოფნა მინდოდა. ამიტომ შევქმნი ბანკი. ეს მხოლოდ 50,000 დოლარი დაჯდა. ეს საწესდებო კაპიტალში უნდა ჩადებულიყო. აი ასე. შემდეგ ბანკში დღეში გადიოდა, მაშინ როცა ბანკი იტალიელებს მივყიდეთ, 6 მილიარდ დოლარამდე გადიოდა დღეში. საწესდებო კაპიტალი კი 50,000-დან იწყებოდა. აი, ასე იყო ეს ყველაფერი. ახლა კი უფლისადმი ნდობაზე ვისაუბროთ. ახლა სერიოზულად. მოისმინეთ რა გელოდებათ და რის გაკეთებასაც ჯერ კიდევ მოასწრებთ. თუ ჩემს სიტყვებსა და იმ მაგალითებს დაუჯერებთ, რომლებიც თქვენთვის მოვამზადე. როდესაც დრო მაქვს, ვიხსენებ ხოლმე, როგორ მოხდა ეს. რამდენი რამ მოხდა, რამდენი ყაჩაღი, უკანონო სისხლის სამართლის საქმე, რამდენ ფულს ართმევდნენ ხალხს უკანონოდ, რამდენმა ცოლმა მოკლა ქმარი და შვილები. რა არ მინახავს. შემდეგ კი პარლამენტში დეპუტატად წავედი, იმიტომ რომ მაშინ მინისტრებთან უნდა წავსულიყავი და მეკურდა. ერთხელ დეპუტატობის დროს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შევედი. იყო ასეთი ლაზარენკო. საქართველოში მას არ იცნობთ. ის შეერთებულ შტატებში კორუფციისთვის დააპატიმრეს. არ ვიცი ახლა ციხეში თუ არა, მაგრამ მან მოასწრო 4 მილიონად სასახლის ყიდვა. ის ძალიან დიდარი კაცი იყო და უკან მიიყოლა ჩემნაირი რამდენიმე ასეული ადამიანი. რატომ? მან მომცა თავისი ანგარიში და მეუბნება, მისმინე ლეონია, მანამდე არასდროს ვუნახი ვარ, წარმოიდგინეთ უკრაინის პრემიერ-მინისტრის კაბინეტი, ეს არის უზარმაზარი ლამაზი კაბინეტი, ძვირფასი ავეჯით, ყველაფერი ძვირფასია. ის მეუბნება, მისმინე ლეონია, გიცნობ, კარგი ბიჭი ხარ, სიტყვას ასრულებ. მოდი ერთად ვიმუშაოთ. მე მოგცემ პროგრამას. შუაზე გავიყოთ ყველაფერს, რასაც ვიშოვით. მაშინ ვიღებ დოკუმენტს და ისხებს მის ხელმოწერას. მეუბნები მოიცადეთ. ჩვენ ხომ ჯერ არც კი ვიცნობთ ერთმანეთს. ნეტა შენ წამოდი, გავპუტოთ უკრაინა. შენ ხომ წარმატებული ხარ, ყველაფერი გამოგვივა და თანაბრად გავიყოთ. აივანზე გავყავარ და თავისი ანგარიშის ნომერს მაძლევს. გამოვდივარ მისგან, იქიდევ ჩაიდავლიეთ და ვისაუბრეთ. ქალები ძალიან უყვარდა, რაღაცებს მიყვებოდა, მე გვიფიქრობდი, აი, გადაურიცხავ 3 მილიონს, 10 მილიონს, 100 მილიონს, არ ვიცი, რამდენს. მათ შეუძლიათ სამ თვეში ბიუჯეტიდან მილიარდი დოლარიც კი მოიპარონ. მას კი უზარმაზარი მასშტაბები ჰქონდა. თელ გაზს ისაწვდიდა უკრაინას. ამიტომ ვიფიქრე, ახლა გადაურიცხავ მას ფულს
დიდი ფული კი არასდროს არ უნდა ინახებოდეს სტომრებში. ისინი ანგარიშზე უნდა იდოს. სად არის ეს ანგარიშები? ეს მათთვის, ვინც ჯერ არ იცის, ვინც უფასოდ ისმენს ჩემს პირველ ლექციას ბიზნესის შესახებ, ისინი უცილობლად იმ ქვეყანაშია, საიდანაც მოვიდა. თუ ისინი დოლარებია, ისინი ინახება სპეციალურ ანგარიშზე ამერიკულ ბანკში. თუ ისინი ევროებია, მაშინ ერთ-ერთ ევროპულ ბანკში. თუ ისინი ლარია, ისინი ინახება მხოლოდ ქართულ ბანკში. თუ ისინი ჩინური ან ინდური ბანკნოტებია, მაშინ ეს მათი ფულია. ხო და აი ასე გაყინეს დღეს რუსული კაპიტალი. ათობით, ასობით მილიარდი დოლარი. გამოვიდი მისგან და ვფიქრობ, მე გადავურიცხავ მას ფულს, ხვალ კი ფედერალური ბიურო დაიწყებს მასზე გამოძიებას დაიწყებს. მე გამომძიებელი ვარ და ვიცი, რომ ასეთი რაღაცეები ასე უბრალოდ არ მთავრდება. ეს მან არ იცოდა. ბევრმა დაიჯერა უინდომეს ეს მილიარდები და ისინი მასზე ხანგრძლივი ვადით ჩასვეს ციხეში. მან პირველმა ჩაუშვა ისინი. ისინიც წავიდნენ, როდესაც ლაზარენკო თანამდებობიდან მოხსნეს, ისინი შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ და მათ ყველას ციხე ელოდა. ესენი კი იყვნენ ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ უკრაინის აშენება, ძალიან ნიჭიერები. მე მათამდე ვერ მივდიოდი. ასე მგონია. ღმერთზე მინდობა, ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. ჩემი ბიზნესის თავადაც დეპუტატი გავხდი. წარვადგინე იმაზე მეტი კანონპროექტი, ვიდრე მთელმა პარლამენტმა ერთად, მაგრამ ისინი გაასაიდუმლეს. დღეს მათ ვერ ნახავთ. მაგრამ ისინი ისედაც დადგება დრო, როდესაც ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ დამცინოდნენ. ვფიქრობდი, სულელები არიან ისინი ეს დეპუტატები. არა, ისინი სულელები არ იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ სულელი მე ვიყავი, რადგან ქვეყანაზე ხთამის გარეშე ვზრუნავდი, რადგან არ მესმოდა, რომ ისინი პარლამენტში იმიტომ მისხდნენ, რომ მოეპარათ. ახლა ალბათ დეპუტატები სხვანაირები არიან. ყველაფერი სხვაგვარადაა, არავის გამსჭი. ასე რომ მოგვიანებით შევწყვიტე ეს საქმიანობა. უბრალოდ სამჯერ ვიყავი პარლამენტის დეპუტატი და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მე დიახ, ეს ბიზნესის წარმოების საშუალებას მაძლევდა. პოლიცია ჩემთან არ მოდიოდა, ეშინოდათ, რადგან შემეძლო სიტყვით გამოსულიყავი და ნებისმიერი მინისტრი გამეცამტვერებინა. გამოსვლით ყოველთვის ლამაზად და ბრწყინვალედ გამოვდიოდი. აი ასე და ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ ეშმაკი შემიჩნდა, რომ კიევის მერის პოსტზე წავსულიყავი. იმიტომ რომ ჩემი ცოდნა სახელმწიფო სახსრებთან გამოვიყენე. ანუ დავიწყე მათი დაგროვება და ღარიბებისთვის დარიგება. 650,000 ადამიანმა ბებებმა დაიწყეს ჩემგან რეგულარულად თვეში 40-50 დოლარის მიღება. 650,000 ადამიანი. დავხურე ყველა კომუნალური დაწესებულება, რომლებიც ბიუჯეტიდან ფულს იპარავდა. მათი დირექტორები ყოველთვის მოდიოდნენ რომელიმე დეპარტამენტის უფროსთან და ეუბნებოდნენ, თუ რამდენად რთულად ჰქონდათ საქმე, რომ ახლა სულ მცირე $5 მილიონ-მდე იყო დასამატებელი და ის ამ საქმეს გააკეთებდა. მთელ კიევს შეინახავდა. სინამდვილეში ის მაშინვე იპარავდა იმ ფულს და მომდევნო წელს ისევ მოდიოდა. მე ისინი ყველა დავხურე და ბიუჯეტი $1 მილიარდიდან 4 თუ 5 მილიარდამდე გავზარდე. ძველი ქურდი მერი კი ღმერთმა აცხონოს მისი სული, შეიძლება ქურდიც არ იყო, არ ვიცი არ მინდა. ფაქტზე არ დამიჯერია, თავის სახლში იცინოდა. მთელი ცხოვრება ვერ მიტანდა. ღმერთო, სიძულვილი კლავს ადამიანს. გიყვარდეთ, გიყვარდეთ. გიყვარდეთ. ძველი სიძულვილის გამო ის ინფარქტით მოკვდა. ისე კი იცოცხლებდა და შვილიშვილებს გაზრდიდა. ის ჩემზე ბევრად უფროსი იყო. თქვენ უყვარხართ ღმერთს, წამითაც ნუ დაეჭვდებით, ისე უყვარხართ, როგორც არასდროს არავის არ ყვარები ხართ. და შემდეგ მთელი ეს ჯგუფი. დიახ, მომავალ წელს ბიუჯეტს წარუდგენ მთავრობას და ჩემს მილიარდს ვაძლევ. ხოლო ისინი შურის გამო მიწესებენ ზღვარს. თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, $5 მილიარდი გამოიმუშავე. იმის ნაცვლად, რომ წერილი მოეწერა ჩემთვის, როგორი კარგი და ყოჩაღი ვარ. პრემიერ-მინისტრი მინიმუმ $5 მილიარდ მისახავს. ანუ ახლა მე უნდა გამომიმუშაო $5 მილიარდზე მეტი, რათა დავეხმარო ამ თითქმის მილიონ ადამიანს. ეს კი საქართველოს ბიუჯეტზე მეტია. საიდან უნდა ამეღო ეს თანხა? ყველა თაღლიც, რაც კი შემეძლო დავადებინე ფული. აქ უკვე, რა თქმა უნდა, ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები დამეწყო, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი.
ხოლო შემდეგ რაც მოხდა უკვე იცით. მოვიდა ბანდიტი, ჯერ ერთი ბანდიტი, მერე მეორე. ყველას რაღაცის წაღება უნდა და ჩემგან რადგან ფიქრობდნენ რომ მე მათი აზრით როგორ შეიძლებოდა ბიუჯეტზე წვემა მქონოდა და არაფერი ამეღო. მაშინ ისინი ყველანი ჩინოვნიკებთან ერთად მუშაობდნენ. ტანდემი იყო. ახლა ასე აღარ არის. ყველა დახოცეს. უკრაინაში თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო თავარი ბანდიტი იყო. განცხადება დავწერე. თქვი რომ ბანდიტებთან არ ვიმუშაობდი და შევწყვიტე იანუკოვიჩთან თათბირზე სიარული. ღმერთო, ვის არ ირჩევენ ჩვეულებრივი ადამიანები? მან ვიღაც ქალი გააუპატიურა, ვიღაცას თავში ჩაარტყა, ქუდი მოიპარა. ციხეში წავდათ და ხალხი მაინც ირჩევს მას. სიტყვებით ირჩევენ. მოდის მორიგი ლიდერი და ამბობს, გავაკეთებ, მაგრამ არ მინახლა ამაზე. მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ყველაფერს ვაკეთებდი საქართველოსთვის, რაც შემეძლო. დღემდე არ ვნანობ რომ საქართველოში ავაშენე ყველაზე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახლი. ის $40 მილიონ მეტი დამიჯდა. და ვფიქრობ რომ კიდევ 100 წელი საქართველოში ასეთი სახლი არ აშენდება. შევიყვარე საქართველო. ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, შვილებიც მიყვარდა. ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო. როდესაც ორგზის ვიყავი 5 მილიონიანი უზარმაზარი ქალაქის მერი, უფრო მეტი ადამიანი მაძლევდა ხმას, ვიდრე ზოგიერთი პატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. დღეს ბევრს ვფიქრობ იმაზე, ხომ არ უთმობდი ოჯახს ძალიან ცოტა ყურადღებას, არ ვიცი, მართალი ვიყავი თუ არა. არჩევანი მქონდა დარჩენილიყავი შვილებთან, ცოლთან, მათთვის მომევლო მეზრუნა და ამ ყველაფრიდან არაფერი იქნებოდა, არ ცოლისთვის, არ შვილებისთვის. ამგვარი დიდება არ იქნებოდა. ელჩები, ვირები. დიახ, ხროვებად მოდიოდნენ ჩემთან. მხოლოდ შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ელჩები მათთან ყოველთვის თამაშობდი ჩოგბურთს შაბათ-კვირას პატარა კორზე. სხვათა შორის კარგად თამაშობდა. ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ, დანარჩენები კი ისეთი ნაგავი, არაფერს წყვეტდნენ, მხოლოდ იბერებოდნენ, როგორც გასაბერი თოჯინები, სურელები და თავხედები. ღმერთო, ვინ აღარ მოდიოდა ჩემთან? მე ვიყავი მესამე ადამიანი, მაქსიმუმ მეოთხე, ასე დიდ ქვეყანაში. ადამიანების 99% მცნობდა, როცა ქუჩაში გავდიოდი. მიყვარდა ხრეშატიკზე სეირნობა, მეზიზღებოდა დაცვა, სულ ავტომატიანები თამტამყვებოდნენ. მეუბნებოდე, გთხოვთ, ცოტა მოშორებით იარეთ, მწვენია დაცვასთან ერთად სიარული. არაფერი მემუქრებოდა, კლავენ მხოლოდ იმ ჩინოვნიკებს, ვინც ვიღაცის ვალშია, დაპირდა, აიღო ქრთამი, არ გააკეთა და თავიდან მოიშორეს. არავისგან არაფერი ამიღია. სეირნობისას მოდიან ჩემთან და ფოტოს გადაღებას მთხოვენ. ახლაც ისრაელშიც და ზოგიერთ საქართველოშიც, როცა სანაპიროზე ვიყავი. მოდიოდნენ, მოდით ფოტო გადავიღოთო. ახლა უკვე ნელ-ნელა ვავიწყდები, ასეთ ემბებია. ეს ყველაფერი დავივიწყე, გულწრფელად გეუბნებით. თითქოს საერთოდ არ ყოფილა ჩემთვის ეს საშინელი წარსული ცხოვრება. და რას გეტყვით? ფული, დიდება და ძალაუფლება ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. თუ ის ღმერთს არ მიენდობა. მიენდეთ ღმერთს. მას უყვარხართ. ის ნებისმიერი სიტუაციიდან გამოგიყვანთ. მე კი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდი. ფული, დიდება, ძალაუფლება თითქმის 200,000 ადამიანი მემორჩილებოდა ქალაქში. დამლაგებლებიდან ექიმებამდე და სხვა მრავალი. გულის საუკეთესო კლინიკაში 100 მილიონი ჩავდეთ. ღმერთო ჩემო. და მე მარტო ვიყავი, გვერდით არავინ მყავდა. არ ვნანობ, რომ საქართველო ავირჩიე. თუმცა ზოგჯერ უბრალოდ ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო. შემეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მეცხოვრა და არავინ შემეხებოდა. იმიტომ რომ უკრაინაში თაღლითები არიან. ჩვენ ყავდა გენპროკურორი უსწავლელი ზეინგალი. ის გენერალურ პროკურორად დანიშნეს, ლუცენკო. სულ ქთამებს იღებდა. ჩემგანაც უნდოდა რაღაცის გამოძალვა. საქმეებს აღზრავდა ხოლმე. დღეს ვცდილობ არავის მიმართ არანაირი გზნობა არ მაქვს, გარდა სიყვარულისა, დამიჯერეთ. დღეს ვცდილობ დავამტკიცო, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში გენპროკურორსაც კი ციხეელის. აი რა გამიგეთა ღმერთმა. ერთხელ მაღაზიაში მყავდა თანამშრომელი, რომელიც ნარკომანი იყო. ეს ვიცოდი. მაგრამ ის იყო სპორტსმენი, ყოფილი სპორტის ოსტატი.
თითქოს ცუდი ადამიანი არ ყოფილა, მაგრამ ვიგრძენი რომ ფულს იპარავდა. მე კი ფული არ მენანებოდა. ქურდი ყოველთვის ბევრი იყო. ბანკში წელიწადში მინიმუმ $9 მილიონ იპარავდნენ. მაგრამ ეს იყო ფულის მიმართ ყველაზე მყარად მდგომი ბანკი. ზოგ ბანკში კი ასეულობით იპარავდნენ. მოკლედ ყველაფერია. არავის უსურვებ ასე ცხოვრებას. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უდიდესი შეცდომაა. ჩემნაირი ადამიანები დიდებისკენ არ უნდა იზრაფოდნენ. ჩვენ მხოლოდ მეტი და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა უნდა ვეცადოთ. მხოლოდ ერთ ბანკში 12,500 ადამიანი დავასაქმე და ყოველთვიურად ვიხდიდი ხელფასს $24 მილიონ. მაშინ როცა თავად ცენტსაც არ ვიღებდი. დამფუძნებელს ამის უფლება არ ჰქონდა, ან რისთვის მჭირდებოდა ეს ფული. ბანკმა მომცა ყველაფერი, ძვირადღირებული მანქანა და ყველაფერი, რათა ხალხს ენახა, რომ მდიდარი ვიყავი. და არ ედარდა თავიანთი შრომით ნაშრომ ფულზე და ესე მივედით დასკვნამდე თუ როგორ აღმოჩნდი ღვთის რჩეულთა შორის. ეს ასწაულია. ერთ დღეს ეს ბიჭი დაახლოებით 5 წლის შემდეგ ჩემი ძმა ნარკომანი იყო, მშვიდად განისვენოს. შემდეგ თავი დაანება. ახლა გაიგებთ ამ ამბავს. მიყვარდა და ძალიან ნერვულობდი. კვდებოდი, უბრალოდ კვდებოდი. არ ვიცოდი რა მექნა. ჩემი უკანასკნელი სურვილი იყო ახალ ზელანდიაში გამეგზავნა. იქ ხალხს ან ჩამოხრჩობა, ან ჩაცხრილვა ელით. იმიტომ რომ ასე ანებებდა ხოლმე თავს, ვიფიქრე, კარგი, ახლა თუ შეეშვა გავუშვებ იქ. ასე რომ ყველგან მკურნალობდი ამერიკაში, შვეიცარიაში, სისხლის გადასხმას ვუკეთებდი. და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვათავსებდი. იქ მთელი ძალით მწყევლი და შემდეგ გამოდიოდა და მადლობას მიხვდიდა, მაგრამ ყოველთვის იქ ბრუნდებოდა. არ ვიცი რა მოხდებოდა მოგვიანებით, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლები ბედნიერად გაატარა. მეც ბედნიერი ვარ. საშინელი ცხოვრება ჰქონდა. რამდენიმე წელი ციხეში გაატარა. 17 წელი მაღაროში მუშაობდა. მტვერს სუნთქავდა. დონეცკის გაზეთები წერდნენ მასზე. ის მეოთხე რანგის ქვანახშირის მაღაროელი იყო. ვინც ეს საქმე იცის, ესმის. პირდაპირ მისკენ მოძრავ ქვანახშირის მასებში მუშაობდა. მე საშინელება ნანახი მაქვს. ის ყოველთვის მძრალი იყო და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. არაფრის ეშინოდა. ფულმა ის ამ მდგომარეობიდან გამოიყვანა. მან დაიწყო თვეში $100,000 გამომუშავება. პატიოსნად, გადასახადების გადახდით. ასეთი 7 ბიჭი მყავდა. მე ხომ თავად არ მქონდა ფულის შოვნის უფლება. ბანკიდან არაფერი მქონდა, მაგრამ მსიამოვნებდა, როცა ჩემთან მოდიოდა დეპუტატი ან პრემიერი, დებდა ფულს სეიფში და მეუბნებოდა, შენ გენდობი, სხვას არ მივცემ. დიახ, ასე იყო, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ სინამდვილეში ის მიყურებდა და ფიქრობდა, ნეტა მეც ხო არ გავხდე მისნაირი. წავართმევ ყველა ფულს. დიახ, წარმოიდგინეთ მარტო დავრჩი. ყველამ დამივიწყა. ისინი, ვინც ჩემთან მოდიოდა. ჩინოვნიკები კი ისეთი ხალხია, იცით, როგორც კი დიდი კაცი გახდები, ერთი კაცი მოდიოდა ჩემთან, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. როცა ჩემს დიდ კაბინეტში შემოდიოდა, ენა უვარდებოდა ხოლმე. და მეუბნებოდა, ლეონიდ მიხაილოვიჩ, თქვენ ასეთი ადამიანი ხართ. არასოდეს ვინახავს ასეთი ჭკვიანი, ასეთი გამჭრიახი პიროვნება. გენიოსი ხართ. როდესაც ჩემზე დაქვემდებარებული ადამიანები ან თუნდაც ისინი, ვისაც პირველად ხედავდი, მეუბნებიან, ისეთი ჭკვიანი ხარ, ორა კარგი ხარ, მაშინ მევხვდები, ასეთ ადამიანთან წამითაც არ შეიძლება ურთიერთობა. ღმერთმა დამიფაროს ასეთთან მუშაობისგან, მისგან პრობლემებს ელოდე. გასმა არის ის ფარულად მოკლას ხომ არ გიპირებს, კომპლიმენტებით გაჭადოებს ოღონდ ფული წაკართვას, მაგრამ აქ რაღა უნდა ვქნა, არ შემიძლია სამსახურში ავიყვანო ის, ვინც მინდა. ჩინოვნიკები უნდა დაარჩნენ, ეს ალკე ხალხია, სხვა ცხოვრებაა. მე არ ვიცოდი ჩინოვნიკობა. მათ კი შეეძლოთ.
და 2-3 წლის შემდეგ ამ სიტყვებზე დამოკიდებული გავხდი, დამიჯერეთ ასეა. ასეთი მლიქნელობა საწამლავია. ის ეშმაკისგანაა, ფრთები შემესხა და ქურდობისთვის კარს ვაღებდი. მაგრამ ბოლოს ის ცდებოდა ასეთებს, როგორც ცოფიან ძაღლებს ფულიდან ვაგდებდი. და იმ მარტო დავრჩი და ყველამ დამივიწყა. მოლოცვა. ის ადამიანები, რომლებიც მილიონერებად ვაქციე, ასეულები იყვნენ. ბევრი მათგანი საზღვარგარეთ მუშაობს, ვინსაათ, მაგრამ ყველამ დამივიწყა. ამას დაემატა ისიც, რომ ჩემმა ღვიძლმა ძმამ ხელმოწერები გააყალბა და ფული მომპარა. თუმცა ყველა არა. დამიჯერეთ, იმდენი მაინც დამრჩა, რომ ღარიბებს დავეხმარო და მთელი ცხოვრება ამას გავაკეთებ. ამას რატომ გიყვებით? რატომ გამიჩნდა რწმენა? დაახლოებით 50 წლის ასაკში ჩემთან მოვიდა, ისევ მოვიდა ის ყოფილი ნარკომანი მაღაზიიდან. მე კი ის უკვე დიდი ხნის დავიწყებული მყავდა. სასწაული. ის უკვე აღარ იყო ნარკომანი, მორწმუნე გახდა. მიმიყვანა ეკლესიაში და მეუბნება, იცით რა, მე თქვენთვის კარგი არაფერი გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მილიონერი გამხადეთ, მე კი უბედური ადამიანი ვარ. მას დიდი უბედურება შეემთხვა. ერთ-ერთი შვილი გარდაეცვალა. მე გაგაცნობთ ადამიანს, რადგან ვიცი, რომ იტანჯებით. გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან და ბედნიერს გაგხდით. მივყავ ეკლესიაში, მივდივარ და ვფიქრობ, აბა რა ვქნა. უკვე ყველაფერი ვცადე. აღარაფერი დამრჩა გარდა იმისა, რომ ძმა ახალ ზელანდიაში ჩამოსახჭობად გავაგზავნო. და ეს მხადაგებელი მუხლებზე დადგა. ასე გავიცანი ადამიანი, გავიცანით ერთმანეთი. მე ისე ვუყურებდი. მისი არც ერთი სიტყვის არ ვჯეროდა. მან ღმერთზე დაიწყო საუბარი. და მეუბნება იმას, რასაც მე ახლა თქვენ გეტყვით. თქვენ ღმერთი არ იცით და ამიტომ ხართ უბედური. მოდით ჩემთან ყოველ დღე, თუნდაც ღამით, დროს დაგითმობთ. ვხედავ, რა მდგომარეობაშიც ხართ, მზად ხართ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოთ, მაგრამ თქვენ ქვეყანას სჭირდებით. თქვენ ხართ პოლიტიკოსიც და ბიზნესმენიც. დამიჯერეთ, ყველაფერი რაც გემართებათ, უნდა გაანალიზოთ თქვენი წარსული. ყველაფერი რაც ცუდად გეჩვენებოდათ, მხოლოდ სასიკეთოდ იყო. მხოლოდ ამიტომ მიაღწიეთ იმ მწვერვალებს, რომლებზეც მსოფლიოში 8 მილიარდი ადამიანი ოცნებობს. მართლაც იშვიათია, გამოიმუშაო მილიარდი, რომლის უკან არაფერი დგას, ისეთი, რისთვისაც შეიძლება გაკიცხო. არც ადამიანური წესებით და არც სხვა რომელიმე წესით. ერთადერთი არის ის, რომ სამსახურში მკაცრი ვარ და ხანდახან შეიძლება ვნანობა მას და ყოველდღე უკეთესი ხვდები. გვირდებით. შეიძლება ვინმეს ვაწყენინო ძლიერ ადამიანსაც კი, მაგრამ თუ იმ საქმეების ფარგლებს გავდივარ, რითაც ღმერთს უნდა ვემსახურო ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა, სრულიად სხვა ადამიანი ვარ, ყველა მიყვარს. და ეს სიყვარული ღმერთმა მიბოძა. ასე დავიწყე ფიქრი იმაზე, რა ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში. ყველაფერი თავის ადგილზე იყო, დიახ. დღეს არც დიდება მაქვს, არც ძალაუფლება და არც არაფერი, მაგრამ რისთვის იყო ეს ყველაფერი? ისეთი რა გააკეთა ღმერთმა ჩემთვის, როგორ შემიყვარა ასე, რომ სულ უფრო და უფრო ბედნიერი ვხდები. პირველად ჩემ ცხოვრებაში თავი თავისუფლად და ბედნიერ ადამიანად სწორედ საქართველოში ვიგრძენი. და მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ ცოლად ქართველი ქალი მომეყვანა. ის სომეხია, მაგრამ ქართველი სომეხი. ალბათ ნათესავებში ქართველებიც ყავს. მე წარმოშობასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ. მე შევიყვარე საქართველო და ეს მანდილოსანიც შევიყვარე. ისე შევიყვარე, როგორც რომეო და ჯულიეტა ვერასდროს შეიყვარებდნენ ერთმანეთს. მისთვის მზად ვიყავი ნებისმიერ წამს მომკვდარიყავი. მეუბნებოდი კიდეც. მისი მამა ცეხავი კი იყო. მდიდარი ადამიანი, ყოველთვის ეუბნებოდა, ნუ გაყვები მას, ყველაზე მდიდარს გაგაყოლებ, ბედნიერი იქნები. ეს კი შენ ტუალეტის ქაღალდის ფულსაც არ მოგცემსო.
ასე ამბობდა ჩემი სიმამრი. მას არასდროს უყვარდი, თუმცა ამას არ აჩვენებდა. მაგრამ მანქანა მაჩუკა ეს სიმართლეა. ეს ყველაფერია, რაც მან ჩემთვის გააკეთა. და ამისთვის დიდი მადლობა მას, რადგან იმ მანქანის გარეშე შვილებს ვერ ვარჩენდი. როცა გამომძიებელი ვიყავი, ღამე კიევის ქუჩებში ვატარებდი. ხალხი დამყავდა იმ მანქანით, რაშიც ფულს მიხვდიდნენ. ერთხელ შემხვდა ადამიანი, რომელსაც დახვრეტის მუხლი ჰქონდა მისჯილი. შემთხვევით გაათავისუფლეს. ძალიან მწვალი იყო. მე ის ქალაქის ბოლომდე მივიყვანე და ვფიქრობდი, ღმერთო, ოღონდ არ მიცნოს მეთქი. Ну и он дает мне 4 рубля. 4 მანეთი მომცა. შორი იყო, უთხარი არა, ფულის სანაცვლოდ არავის ვატარებ მეთქი. მითხრა, სულელი ხარ? რადგან მოვასუხედი, ახ სულელი ვარ და მანქანიდან გადმოვაგდე. ის გადმოვარდა, აი ესეთი შემთხვევაც იყო. სხვადასხვა ჩემი სიმამრი სრულიად უსახსროდ გარდაიცვალა. და მე რომ არა, მისი დაკრძალვაც კი ვერ მოხერხდებოდა. ასე ასრულებენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ყველა დამსახურება ფული, ძალაუფლება და დიდება მხოლოდ მათი გონიერების შედეგია. არა, არა. არა, მათი. და ღმერთიც მათ ასე მოექცა. ერთი მიზეზის გამო. შენ საკუთარ თავის იმედი ჰქონდა. ანუ მე აღარ გჭირდები. მაშინ თავად გაართვი თავი. შემთხვევით არ აღმოვჩენილ ვარ საქართველოში. სხვათაშორის მე საქართველოს საელჩოსთვის საუკეთესო მიზა გამოვყავი, საკუთარი ფულით $300,000 დავხარჯე. და ვიღაცასთან ერთად დავაშენე. ალბათ მგონია რომ ეს ფული მოპარული იყო. ის ბიუჯეტის ფული იყო. სააკაშვილის თხოვნით შოთა რუსთაველის ძეგლი ავაშენე კიევის საუკეთესო ადგილას. ეს ძალიან ძვირი დაჯდა. ხოლო მიწა მილიონებს უდრიდა. ამისთვის მან მედალი მომცა, რომელიც შემდეგ დავკარგე. ხოლო ერთმა ადამიანმა, როცა საქართველოში უსიამოვნებაში აღმოჩნდი, მითხრა, გადააგდე. მას არანაირი ფასი არ აქვსო. და აი ჩამოვედი, დიახ. ეს შემთხვევით არ მომხდარა. იმიტომ რომ თუნდაც საქართველოში რაიმე დამემართოს, მე იქ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მაქვს გატარებული. ეს არის ჩემი სიყვარულის, მეგობრობის და ადამიანების სტუმართმოყვარეობის მოგონებების ქვეყანა. როცა ფული არ მქონდა და უკრაინაში ჩერნობილის ავარია მოხდა, ქართველები ყველაზე ლამაზ ადგილებში დამატარებდნენ. ჩემ შვილებსა და ოჯახს ინახავდნენ. ღმერთო, ნათელში იყვნენ. ეს ხალხი საკუთარ ნათესავებზე მეტად შემიყვარდა. სხვადასხვა ერთ-ერთი შვილებს კიევში მევუვლიდი, როცა გამომდიდრდი. მეორეს კი მრავალი წლის განმავლობაში ყოველთვიურად უგზავნიდი $5,000. ცუდი შვილები ყავდა. დღესაც გადავუხდიდი, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია აღარ არის ჩვენთან. შემეძლო მეცხოვრა სადაც მოვინდომებდი, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობ. პირველი სასწაული, დიახ. მე ღმერთის ჯერა. და იცით რა? იმ დღეს, როცა ჩემთვის ილოცა, იმ დღეს ჩემმა ძმამ შეწყვიტა ერონის მოხმარება. გეფიცებით. მეგობარო, დამიჯერე. ეს მოხდა. მიხედავად იმისა, რომ მან მთელი ცხოვრება ფაქტობრივად ნარკოტიკებს მიუძღვნა. სამწუხაროა, რომ მისი დამპალი ბუნება არ ვიცოდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მასთან პრეტენზია არ მაქვს. ის უკვე აღარ არის ჩემ ცხოვრებაში. გარდაიცვალა, ნათელში იყოს მისი სული. მაგრამ არაფერი მჭირდება, პირველ რიგში არაფერი ისეთი, თუ ჩემს მასივარს გაჩვენებთ, იქ კეფირის გარდა არაფერი მაქვს. ჯანმრთელობას ვფრთხილდები, რადგან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. და მთავარი საკუთარ თავს წარმოუდგენელი მიზანი დაუსახე, მინდა შენ სულამდე მოვახციო. ჩემო მეგობარო, რომ იგრძნო შენი ძალა, რომელიც ღმერთის სიყვარულშია და უფალს ეზიარო. დიახ, ამასთან დაკავშირებით მოგიყვებით შემდეგ სასწაულს. მაგრამ ის, რომ მერაბიშვილი 8 წელი იჯდა ციხეში და დღეს სამწუხაროდ სააკაშვილი ზის, ეს არის ყველაფერი, რასაც ვამბობდი. თავიდან სააკაშვილთან მეგობრული ურთიერთობები მქონდა. შემდეგ მე ერთხელ ღამის 2 საათზე ბათუმში წამიყვანა. მაჩვენებდა როგორ უყვარს საქართველო. რა გაუმჯობესა. ჩემი პატივისცემა დაიმსახურა და ჩემს დამხმარედ დამინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი. მან ჩამსვა მანქანაში
Я не მაშინ понимал არ тогда, ხვდებოდი, зачем я им нужен. რატომ ჭირდებოდი მათ? Но они არა და хотели ჩემი мой миллиард. მილიარდი უნდოდათ. Он Мерабишвили როგორც ჩანს, поначалу მერაბიშვილს ის видно სიზმრებშიც снился. ესახებოდა. А я бесхитростный მე უბრალო человек. ადამიანი ვარ, Но მაგრამ обманывать საკუთარი себя თავის никому მოტყუების не давал. უფლებას Возят он არავის меня по ვაძლევდი. Грузии, я ასე решил დამატარებდა ის построить მთელ საქართველოში გადავწყვიტე, завод по производству ქათმის საწარმოს აშენება დავინახე, რომ ქართველებს ქათამი ძალიან უყვართ. грузины. И вы знаете, და იცით что ღმერთმა რა сделал? გაკეთა? Ведь я к იმ тому დროისთვის მე времени в უკვე него მჯეროდა верил. მისი და მთლიანად А მასზე главное, ვიყავი მინდობილი. уповал на него полностью. როცა Когда я приехал იმ на ნაკვეთზე этот ჩავედი, участок, мне его ის даром მიწას давали под ინვესტიციებისთვის უფასოდ Вот მაძლევდა. 10 гектар, აი 10 сделай ჰექტარი და აბანდა $100 დაახლოებით 100 მილიონი დოლარი $100, გააკეთებ сделаешь სოფლიოში самый ქათმის лучший საუკეთესო бурят ფერმას в და мире, მთელ и საქართველოს всю და Грузию, კავკასიას весь Кавказ ქათმით накормишь გამოკვებავ. курицами. თვითონაც გამდიდრდები Разбогатеешь. და И ხალხიც люди делают. პატივს გცემს. И вдруг და უცებ, на это როცა იქ место, მესამედ когда я ჩავედი, приезжаю туда უკვე третий раз, уже არქიტექტორები და у меня ყველავრით მზად ვიყავი. архитекторы все настроены. Налетает ცაზე ისე დიდი, огромное რომ თვითონაც небо. ცა აღარ ჩანდა, უთვალავი რაოდენობის კალი ავნახე. Боже мой. ღმერთო ჩემო, я увидел მსგავსი такое. არასდროს მინახავს. Я люблю ბუნება природу, მიყვარს, но მაგრამ никогда не видел ასეთი этого საჩვენებლება პირველად ვნახე. Это ეს რაღაც ზებუნებრივი იყო. сверхъестественное что-то. ყველაფერს ჭამდა. Потому что она жрала ხედავდი, всё. როგორ ჭამდნენ Я видел, как ფესვებსაც კი. съедает даже корешки. მეგონა, Мне казалось, что მათი я კბილების слышу ხრაშუნსაც კი зубов. ვისმენდი. На моей ჩემს машине, მანქანაზე, по-моему, მგონი Rolls-Royce-ზე შუშას კი აღარ ჩანდა. Караул. კოშმარი. Ну, вижу много. ხედავდი უამრავ არწივს, ქორს. Ястреба, орлов. საქართველოში არწივები ადრე არ მინახავს. Ястреб, укоршун. ქორები, ძერებიც Вижу, как лисицы ხედავდი, როგორ с ჭამდნენ этими шакалами მელიები жрут этих და ამ ხეცებთან ერთად саранчу. ჭამენ Я კალიებს. помню, что я в Грузии. მაშინ მივხვდი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არასდროს მოგიდებდი Не ხელს. вижу никакие риски. И вам не ვერ советую ვიტან ვერანაირ рисковать რისკს никогда. და არც Бог თქვენ спас. გირჩევთ, რომ ოდესმე Курицам რისკს нужна დახვიდეთ. огромная ღმერთმა кормовая გადამარჩინა. база. А саранча ქათმებს ხომ უზარმაზარი 10 საკვების лет не будет ბაზა ჭირდებათ, привыкать. ხოლო კალიები А შეიძლება потом всё сожрёт. 10 წელი აღარ მოვიდნენ. И я разорю. შემდეგ კი ყველაფერს И შეჭამენ. бомж. მე გავკოტრდებოდი და Вот ქუჩაში меня დავრჩებოდი. Мерабишвили და ასე დამატარებდა город. მერაბიშვილი ქალაქში. И однажды ერთხელ კი предлагает შემომთავაზეს мне მეყიდა დღევანდელი сегодняшний პარლამენტი, в котором вы სადაც თქვენ принимаете კანონებს იღებთ. законы. Да, вы დიახ, меня слышали. სწორად გაიგეთ. Весь მთელი პარლამენტი, который в რომელიც центре, ცენტრშია, где сейчас სადაც დღეს депутаты, დეპუტატების всего ხედან за სულ რაღაც 28 28 თუ 38 მილიონ დოლარად Даром თითქმის უფასოდ. практически. Привез меня დამიყვანეს туда, იქ. пришел მოვიდა человек, ადამიანი, который რომელიც знал все ყველა დეტალს подробности. იცნობდა. Я увидел ნახე პრესამსახურები, დეპუტატის კაბინეტები. кабинеты депутатов. უთხარი, Я ему говорю, вы что, რას ფიქრობთ, вы გიჟი გონი ვართ? сумасшедшие. Я сейчас ახლა куплю თქვენგან у ამ вас პარლამენტს этот ვიყიდი парламент. А და завтра ხვალ меня მთელი вся საქართველო Грузия დამწყევლის, რადგან ეს проклянет, ისტორიული потому что შენობაა. это историческое здание. გონს მოიგეთ. Не сходите с ума. ხოლო მერაბიშვილი მეუბნება, Почти каждый день. ჩვენ То თითქმის в ყოველდღიან ресторане, რესტორანში то ვიყავით, в ГАИ возил, ანის права მემაცილებდა возил. საგზაო პოლიციაში, Чудесно. ქართული მართვის მოწმობაც მომცეს, Dal мне მომცეს какие-то особые განსაკუთრებული номера, ნომრები, какие-то права, რაღაც ისეთი უფლებები თითქოს მანქანა ჰაერშიც კი დადის, მაგრამ სიმართლე Я გითხრათ, этого не знал. ეს არც ვიცოდი და არც მაინტერესებდა. მე უბრალო ადამიანი ვარ. Ну, что მადლობა есть, ღმერთს, რომ слава Богу, საქართველომ მიმიღო და приняли მოქალაქეობაც еще მომცა. гражданство. მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ამით ვამაყობ. Горжусь этим. Я ему გზაში когда руки ვეუბნებოდი, давай. კარგი, ახლა საქართველოში Ну, хорошо. 100 მილიონ Я დოლარს сейчас ჩავდებ. в Грузии ეს დიდი 100 ფულია. миллионов. მაგრამ Это большие. ხვალ А завтра თქვენ вас ხელისუფლებიდან снимут. გაგიშვებენ. Он მოვა ახალი придет მთავრობა новое правительство и скажет, ты что? და იდღვის. Ты где ეს ადიშოვე И что я და скажу? მე რას Он მოპასუხებ? скажет, меня ხოლო ის снимут. პასუხობს, მე გამიშვებენ, სააკაშვილს გაუშვებენ. Да мы ჩვენ უბრალოდ не ვამცირებთ принижаем количество იმ людей, ადამიანების которые რაოდენობას, за нас ვინც ჩვენ ხმას გვაძლევს. Мы из- ევროპისთვის искусственно ხელოვნურად делаем ვამცირებთ для Европы, მაჩვენებელს. что, мол, თითქოს ჩვენ голосуют за нас 60% და არა 100%. 100% გვაძლევს ხმას. Я ему говорю, слушай, მე უთხარი дорогой, მისმინე ძვირფასო, ты человек, შენ ადამიანი ხარ. ჩემზე ты младший უმცროსი меня. ხარ. Ты не знаешь, ჩემი что გამოცდილება არ ты იცი запомни, что და тебя იმახსოვრე რა გელოდება. ждет. უთხარი, ციხე გელოდება. Ждет тебя тюрьма. Он ისი смеется. წინოდა. Потому что რადგან тебя შენ никто საქართველოში в არავინ Грузии გიცნობს. не знает. За тебя никто не შენზე дает არავინ წავა голосовать. ხმის მისაცემად. За Саакашвили სააკაშვილზე пойдет, წავა. за тебя никто. შენზე არა. А არავინ. вдруг ему кирпич და на თუ მას голову упадет? თავზე А я აგური вложу в დაეცა, вас миллиард. მე თქვენში მილიარდ ჩავდებ? Не, არა. я хочу მე აქ здесь ცხოვრება მინდა. Я не хочу არაფრის ничем გაკეთება არ заниматься. მინდა. Вот вы хотите, თქვენ კი я გინდათ, хочу музей მე построить, მუზეუმის там აშენება есть მინდა. горка такая ჩემი рядом. სახლის ახლოს არის პატარა გორა. Я хочу იქ сделать მუზეუმის там გაკეთება მინდა. დამეხმარეთ.
Помоги და მე мне, 300,000 ან მილიონ დოლარს ჩავდებ. долларов. Больше მეტი არაფერი ничего შემიძლია. делать не могу. За это он ამის меня გამო наказал. დამსაჯა. Номера ის и ნომრები და всякие სხვადასხვა удостоверения, საბუთი, которые რომლებიც дал водитель, მძღოლისთვის ჰქონდა меня მიცემული, отозвали. წამართვეს. Мне смешно გამეცინა стало. კიდეც. Конечно, я რა თქმა უნდა, მივედი ერთ გავლენიან ადამიანთან საქართველოში და უთხარი, აი მე ჩამოვედი, სახლს ვაშენებ, აქ ვიცხოვრებ. Буду здесь жить. Потом ამ სახლში უზარმაზარ ფულს ვდებ. პრობლემებს ხომ არ შემიქმნით, რადგან საქველმოქმედო საქმიანობას ვაპირებ. В Украине у меня უკრაინაში был ვფლობდი огромный დიდ центр, ცენტრს, но мне მაგრამ не დრო было. არ მქონდა. Я, მე имея завод, ქარხნის построил там მფლობელმა чуть ли не дворец იქ для თითქმის სასახლე ავაშენე людей. Я უსახლკარო увидел ადამიანებისთვის. на примере своего ჩემი брата ძმის მაგალითზე დავინახე უსახლკაროების ბედი და მივხვდი, и понял, что რომ это ეს არის პრობლემა, огромная ძალიან დიდი проблема. პრობლემა. Потому как ერთხელაც однажды я ვნახე увидел ჩემი свою დედა, маму, მილიარდერის დედა, маму миллиардера, которая როგორ копается იქექებოდა в ნაგვის мусорном ურნაში. баке, в каком-то რაღაც сельском ბამბის пластике, კაბაში და ხელს ანდლებში. свободно არაფერს არ ვაკლებდი, ბინა ვუყიდე Я ни в ცენტრში. чем ей не ყველაფერი ჰქონდა. Купил ей квартиру. Машин. в центре. Все было. ჩემზე ნაკლები ასაკისაც კი იყო. Ей было меньше, Მაგრამ чем мне лет, но ее მის мозг მაგონებამ заболел. მუშაობა შეწყვიტა. Ну, на несколько дней, слава богу. მაგრამ მადლობა А ღმერთს не თუ რამდენიმე увидел бы დღე. тогда ее, რომ არ მენახა только ის Бог მაშინ, помог. მხოლოდ ღმერთის Киеве დახმარებით стало бы კიევში на კიდევ одного ერთი бомжа უსახლკარო больше. ადამიანი იქნებოდა. Я в тот იმ летний ზაფხულის день დღეს ехал მე на სამსახურში работу в მერიისკენ мэрию на მივდიოდი Rolls-Royce როლს-როისით и კიევის ცენტრში, კრეშატიკზე. Знает, Киев это самая ვინც იცის центральная კიევი, ეს улица. თავარი Куча ცენტრალური людей. ქუჩა, უამრავი Была ხალხი моя იყო. мама. და ჩემი დედა ზაფხულში მზის ქვეშ Под солнцем. За мной მე охрана. დაცვით ვიყავ. Я разворачиваю მანქანას через ვაბრუნებ, იმ Лидию Николаевну არაგადასასვლელ ხაზზე забираю ვაჩერებ. ее, везу ჩავსვი домой. მანქანაში და სახლში Она დავიყვანე. меня не узнает. ვერ მიცნო. Я говорю, ვეუბნები «Мам, დედა ძვირფასო, родная, чём რა ты მეგჭირდება? нуждаешься? Я тебе весь თელ ამ дом სახლს дам. ვიყიდი შენთვის. Только ты, ოღონდ пожалуйста, გთხოვ, приди в себя». გონსმოდი. И когда она როცა меня მიცნო, ტირილი узнала, დაიწყო. она плакала. რა თქმა უნდა, Конечно, დაცვა я დავაყენე და поставила там, её გარკვეული დროით какое-то სახლიდან время არ უშვებდნენ. Потом она пришла в себя. შემდეგ გონს მოვიდა. Я понял, что მივხვდი это რომ ეს პრობლემა И იყო. все და ყველა эпизоды უსახლკარო фильма, კიევში, а их тысячи, ისინი კი ათასობით იყვნენ. стали приходить ჩემ на სასადილოში разговоры. იწყებდნენ მოსვლას. Я построил მე им, მათთვის ავაშენე ну, ხუთ ვარსკვლავიან пятизвездочный სასტუმროშიც კი არ არის ისეთი ტუალეტი, როგორც იქ იყო. იყო საშხაპეები, ტუალეტები, სალონები, ექიმები, врачи. ტილების საწინააღმდეგო ოთახიც კი. Выбивалку. Мы потом стали вшивать მე ჩვენ продавать, и ტილების мы делали გაყიდვას настойку დავიწყეთ. против მათგან туберкулеза. ამზადებდნენ ნაყენს ტუბერკულოზის წინააღმდეგ. ბიზნესმენი ჩემში ყოველთვის ცხოვრობდა. ამით ფულსაც ჩვეულობდი, თუმცა რა თქმა უნდა, ცოტას. ეს არც მაინტერესებდა. სასადილო Я всегда водил იქ ყოველთვის მიმყავდა დეპუტატები, მინისტრები და თავადაც ვჭამდი. რადგან მთელი კიევი პროდუქტებს იქ აგზავნიდა. იმდენი იოგურტი მქონდა, რომ შემეძლო მთელი მსოფლიო გამომეკვება. რადგან როცა მას სამი დღე გასდის, უნდა გადააგდო, მაგრამ ის მაინც სასარგებლოა, მე შემიძლია ვჭამო ის და სხვამაც. სხვადასხვა საქართველოშიც თავიდან მქონდა იოგურტი ღარიბი ადამიანებისთვის. ახლა კი ისიც სამართვეს. რაღაც სურსათის ბანკი შექმნეს. ეს უბრალოდ თაღლითობაა. არავის ჩემ გარდა ეს პროდუქტები არ ჭირდება. Ну, не мне, а тем, кто умирает с голоду. დიახ, Я вспомнил ჯარი Август. გამახსენდა, Я вспомнил ის საჩინელება, ужас, რაც იქ который გადამხდა. со мной случился. როგორ მაყენებდნენ Как შეურაცხყოფას. меня унижали. Я попал მე в ცუდ და дурдом. აგრესიულ გარემოში მოვხდი. Людям злым, ასეთი ადამიანები такие бывают, უკრაინაში которые წარსებობენ, особенно განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც მე ვიყავი. Нас было 100 100 ადამიანი человек, ვიყავით და над ჩვენს нами თავზე было 100 начальников. კიდევ ბევრი Всем უფროსი было. იყო. ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა. свиней куча. ღორების გამრავლებაც კი Разрешалось ნებადართული იყო ჯარში. разводить свиней. ისინი კი Ну, а эти ისაქმებდნენ свиньи какли. და ამ И вот они გასრული этими ფეხებით ногами მცემდნენ с говном ყოველ დღე, свиным. რადგან Меня არასდროს избивали ვნებდებოდი. каждый день, потому что я ერთხელ никогда კი не сдавался. გადავწყვიტე რომ იქიდან წავსულიყავი. И однажды Да. я решил уйти из Машинац жизни там. И Бог ღმერთმა послал გამომიგზავნა мне ადამიანი. человека. И იმ я სიტუაციის точно გამო попал შეიძლებოდა в фильм, потому ციხეშიც что это მომხვედრილიყავი, было მაგრამ свидетельство. Я взял ეს и сказал, თვითდაზიანების «Пошли вы მძიმე все, შემთხვევა порезал შეითვლებოდა. себе вены». ყველას ვთხარი Ну, მშვიდობით я не собирался, და он ვენები меня გადავიჭერი. говорить. Но მაგრამ я сделал სინამდვილეში это სიკვდილს არ ვაპირებდი, ეს უფრო დემონსტრაციული время ქმედება было იყო. полным ходом. იმდენი И тут სიცხლი იყო. приехал მაშინ მოვიდა ოფიცერი. офицер, да, ღმერთმა დალოცოს ის ადამიანი. Господи. ასეთი რამ მხოლოდ ღმერთ შეეძლო შეეჩერებინა. Все სხვები были ალბათ осудили. გამამტყუნებდნენ.
თუმცა შემხვდა ადამიანი, რომელმაც გაიგო, როგორ მაწამებდნენ და როგორ ცუდად მექცეოდნენ. Ну, я не хочу მე არ მინდა ამ საშინელებების მოყოლა, არ მინდა რომ თქვენ ღამით არ გეძინოთ და ჩემზე ინერვიულოთ. მან მოისმინა ჩემი სიტყვები, გაიგო, რომ წარმოუდგენელი იყო ასეთი ქცევა ადამიანის მიმართ. ასე ჰიტლერიც კი არ აწამებდა ებრაელებს. ღამით საპირფარეშოში არ მიშვებდნენ. მორცხვი ადამიანი ვარ, არ შემეძლო ხალხის წინაშე ტუალეტში წასვლა. და თან როგორი იყო? ხრელი, 10 ხრელი, ზიხარ უკანალთან ხრელია, თითქოს ღორებისთვის. საპირფარეშო ეს ინტიმური საკითხია. იქ უნდა დაჯდე, იფიქრო ცხოვრებაზე. ხოლო მათ აქ ჩემზე კონტროლი დაამყარეს, რომ შუაღამის შემდეგ ვერ საწავსოლიყავი. არ მეძინა ღამის 2 საათამდე, სანამ ყველას არ ჩაეძინებოდა. ნაძირლები. კარგი ხალხიც იყო, რა თქმა უნდა. ხო, და მე შევდიოდი იქ. ჩვენს ნაწილში იყო უფროსი, სადისტი. თითქმის ყოველ ღამეს ყრი და გარეთ. გაზის ნიღბებით გვარბენინებდა ზამთარშიც და ზაფხულშიც. რისთვის აკეთებდა ამას? არავინ იცოდა. ათეულობით კილომეტრს გვარბენინებდა. ზოგი კედელს ეჯახებოდა, თვალები ებინდებოდა, ზოგი ბოც. 100-დან 4 ადამიანი გაუშვეს. ერთ-ერთს ეაკულაციაც კი დაეწყო. ერთგვარი სიამოვნება მსახურებისგან, იმიტომ რომ ფსიქიკა ვეღარ უძლებს. სხვა ან თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა, ან კიდევ არ ვიცი რას. მოკლედ 4 ადამიანი გაათავისუფლეს. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. ხოლო მე განსაკუთრებული შემთხვევა ვიყავი. ჩემს გატეხვას ვერ ახერხებდნენ. ერთად გაბმულ მორიგეობაში მიშვებდნენ. ხოლო მორიგეობაზე გაგზავნა წესით მხოლოდ 3 ან 4 დღეში ერთხელ შეიძლებოდა. ცხვირზე მძიმე ტრავმა მქონდა, იქ პლასტინა მქონდა ჩადგმული. ეს იყო უკრაინაში ჩატარებული პირველი პლასტიკური ოპერაცია, რადგან ყველაფერი დაზიანებული იყო. კინაღამ მოუკვდი, რადგან ჩირკი მდიოდა, უკვე ტვინში აღწევდა და გართულებები მქონდა. შეიძლება გავგიჟებულიყავი. იმპლანტი თითქმის მთლიანად მეტალის იყო, ამიტომ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ შეიძლებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, 25 გრადუსის სიცხიდან სამზარეულოდან იარაღით მაყენებდნენ და 25 გრადუს ყინვაში მორიგეობას მაიძულებდნენ. სახისკანი თითქოს ნიღაბივით მეშლებოდა. გაგებეს თანამშრომელი უსმენდა. ხელი შეხვეული მქონდა. შემდეგ კი წავიდა ჩემს პოლკოვნიკთან, კოვალენკოსთან. ღმერთმა შეუნდოს, მე ისიც მიყვარს. თუმცა ასეთი საშინელი ადამიანი არასდროს მინახავს. ნამდვილი მანიაკი იყო. მან უთხრა, რომ თუ ის მხოლოდ დიახ, მან მითხრა, იცი რა ბიჭო, მე შენ ხელაშვილი მყავს. ისიც მსახურობდა. ვიცი რა ხდება ამ ნაწილში. ყველა მიცის, მაგრამ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ის კგბ-ს წარმომადგენელი იყო, არ ვიცი კონკრეტულად რომელი სამსახურის, მაგრამ თუ შენ მის შეურაცხყოფას არ შეწყვეტ, ხვალ ციხეში ჩაქსვამ. და მომწეს საწყობი, იცით ეს რა არის? ეს არის საცვლები, ზეწრები, სავნისპირები, შემდეგ ფეხსახვევები, ეგრეთ წოდებული პარტიანკები. და მე ყველაფერს ჩანთაში აწყობდნენ და მე ვატარებდი სამრეცხაოში. სამრეცხაოდან სუფთა ბრუნდებოდა. მე მთელი ნაწილის მთავარი ვიყავი. ახლა ჩემთან მოდიოდნენ ისინი, ვინც ადრე მაწამებდა და ჩემგან სუფთა პარტიანკებს ითხოვდნენ. შემეძლო მიმეცა მათთვის კალსონები, ღილების გარეშე ან ქამრის გარეშე. შარვლები დიდი ჰქონდათ და რადგან ჩვენ იქ მუდმივად ვიწექით, ზამთარში ბევრს გენიტალიები მიწაზე ეწებებოდა. შეიძლება და გამოყრილიყო, რადგან ღილები არ ჰქონდა. ან შემეძლო მიმეცა ღილებიანიც. შემეძლო მიმეცა თასმებიც, მაგრამ რა თქმა უნდა, მე არავის ვაწამებდი. ყველაფერი სამართლიანად იყო. მადლობა იმ ადამიანს. მივხვდი, რომ მხოლოდ ღმერთს შეეძლო გაეკეთებინა ეს, რადგან მე ცოდვილი ვიყავი. ვსვამდი, სიკვდილამდე ვჩხუბობდი, ვაკეთებდი ყველაფერ ცუდს, რაც შეიძლებოდა. და ამისთვის დავისაჯე. და რომ არა ჯარი, ჩემი ხასიათით ციხე მელოდებოდა. და იქვე დავიღუპებოდი. მაგრამ ჯარიდან სხვა ადამიანი დავბრუნდი. და რასაც მივაღწიე,
Только Веравин благодаря вермиях тому, ция что Украинაში. понял в армии. Если твой начальник злой дурак თუ შენი и издевается, никогда на უფროსი его поручение ნაზირალა не говори და нет. ბოროტი. Только უნდა да, უთხრა а потом можешь сделать по-своему. დიახ და Я არა вспомнил არა. все ужасы, которые со мной происходили. დიახ, გავიხსენე ყველა ის საშინელება, რაც გადამხდა. ეს იყო საშინელი ღამეები, უბრალოდ შემზარავი. მაგრამ საქართველოს მომცა თავისუფლება და გავხდი თავისუფალი და ბედნიერი ადამიანი. 7. Я понял через გარკვეული какое-то დროის შემდეგ время, что მივხვდი, რომ если თუ ღმერთზე уповаешь на ამყარებ Бога, то იმედს, 7-ად ხარ. спокоен и და იცი, რომ знаешь, что ყველა все პრობლემა, проблемы Он дает რასაც ის тебе, გაძლევს იმისთვისა, чтобы ты был რომ გახდე счастлив ბედნიერი და и გააკეთო сделал დასკვნები, выводы, რომლებიც выгодные შენთვის для და себя შენი и წარსულისთვის прошлого. После სასარგებლოა. того случая, когда იმ შემთხვევის брат შემდეგ, როცა ჩემი ძმა გამოვიდა კოშვარიდან და მაშინაც კი როცა მან გამძარცვა მივხვდი, ეს ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოა. რადგან ახლა Ведь если бы იმ я сейчас მილიარდით оставался с тем და миллиардом, ათასობით ადამიანით, ვინც и ჩემზე тысячи იმუშავებდა, человек на меня бы რომ работали, დარჩენილიყავი. я бы с ума сошел. Я не смог შეიძლება бы ჭკუიდან избавиться. გადავსულიყავი. ვერ შევძლებდი თქვენ წინაშე გამოსვლას, ვერ შევძლებდი Я поставил перед собой საქართველოში цель. ადამიანების დახმარებას. მე საკუთარ თავს დავუსახე მიზანი. ღმერთს მადლობა უთხრა ჩემი საქმეებით. მინდა გესმოდეთ, რომ რაც არ უნდა გემართებოდეთ, Что бы с вами ყველაფერი ни თქვენთვის происходило, всё вам სასიკეთოა. во благо. თუ Вы ღმერთზე вспомните, ამყარებთ это იმედს, пройдет. თუ იცით, რომ Но если вы уповаете ის на ამას Бога, აკონტროლებს если вы знаете, что Он და თქვენ контролирует მისთვის ყველაზე მთავარი ხართ. всего, თქვენ самый главный, სამყაროს центრი. вы центр Вселенной. ღმერთმა თქვენ Бог შემთხვევით вас არ создал не შექმნათ. просто так. У Него მას на თქვენზე вас დიდი იმედები აქვს. огромные надежды. დაამყარეთ Уповайте на ღმერთზე Бога, იმედი и проблемы და ваши თქვენი будут პრობლემები დროთა превращаться со განმავლობაში временем в გადაიქცევა радость სიხარულად и და прибыль. ბარაკად. Упование — это ღმერთზე идти в ნდობა темноте, არის სიბნელეში სიარული не ისე, видя дороги. რომ გზას ვერ ხედავ. Это не про ეს არ чудо, არის ციდან მოვლენილი სასწაული. это ეს про არის тихую руку მშვიდი внутри ხელი вас, შენში, რომელსაც которая называется სინდისი ჰქვია совесть, და რომელიც которая არასდროს никогда не დაუშვებს даст შენს вам დაცემას. упасть, если თუ вы მასზე, на него ანუ уповаете. ღმერთზე ამყარებ იმედს. Если вы თუ ჩადიხარ ცოდვას, Бог ღმერთი გშორდება. подходит. Если თუ вы не ღმერთზე уповаете არ на ამყარებ Бога, იმედს, не თუ слышите ახლა меня არ сейчас, ისმენ, то что бы მაშინ вы не რასაც არ უნდა предпринимали, აკეთებდე, вы, например, вдруг აი მაგალითად, что-то უცებ რაღაც решили გადაწყვეტე сделать, გააკეთო, მაგრამ а ღმერთი Бога შენში у არ вас არის. внутри нет. Кстати, я Სხვადასხვა поставил მე цель в фонде, ფონდში чтобы მიზანი вы დავისახე, знали, რომ чтобы ваши души რომ იცოდეთ თქვენი открылись სულები ему გახსნილიყო добром, მისთვის которое вы в იმ სიკეთით, состоянии делать რომლის каждый გაკეთებაც день. ყოველდღე შეგიძლიათ. Сегодня нас დღეს ფონდს поддерживает მთელი вся საქართველოს Грузия. უჭერს მხარს. Слава Богу. მადლობა ღმერთს. Бедная ღარიბი страна ქვეყანა дает ათასობით ადამიანს აძლევს возможность არსებობის существовать საშუალებას. тысячам людей. ჩვენ Мы даже дом სახლიც კი купили и ვიყიდეთ будем და კიდევ покупать. ვაპირებთ ყიდვას. Денег თანხა достаточно. საკმარისია. И, кстати, помогает სხვადასხვის основным ძირითადად людям. ღარიბი Богатые ადამიანები ეხმარებიან люди გაჭირვებულებს. считают, это დიდრები самые ისინი დღემდე несчастные ფიქრობენ, ეს ყველაზე Они до უბედური сих пор ადამიანები считают, არიან. что это они всё сделали. ისინი დღემდე თვლიან, რომ Это плохо. ყველაფერი თავად გააკეთეს. ეს ცუდად დასრულდება. ყველას მოუწოდებ და ეს პირდაპირ ფონდშიც დავწერე. ჩემი მიზანი არ არის კონკრეტული ადამიანის დახმარება. Человеку. Он и без ის меня ჩემ может, გარეშე სიცოცხლებს, потому что რადგან Бог ღმერთი არის მასთან. пусть он пьяница იყოს ის ლოთი, или ან кто угодно. ვინც უნდა იყოს. Как и ისევე бомжи, როგორც ის которые უსახლკაროები, რომლებსაც ко мне ხვებავდი. встречал и იქ министров, სხვათა შორის ხვდებოდი бывшего მინისტრებსაც და своего начальника ჩემს ყოფილ управления, ხელმძღვანელებსაც. საგამოძიებო следственного полковника. სამსახურის პოლკოვნიკს. Он так и не сказал. მან არ почему თქვა, он там. რატომ აღმოჩნდა იქ. Пути Господни не ღვთის исчезнут. გზები Я შეუცნობელია. поставил цель. მე დავისახე მიზანი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიყვანო ღმერთამდე. Уповайте на него. ღმერთზე დაამყარეთ Если იმედი. вы хотя бы თუ თქვენ თუნდაც помолились, ერთხელ ილოცებთ იმ ამბავზე, რომელსაც მე ჩემი ფულით ვაქვეყნებ ინტერნეტში. в интернете. სხვათა შორის მე Кстати, у меня 2 больше მილიონზე не მეტი миллион გამომწერი подписчиков. მყავს. И слава და Богу, მადლობა ღმერთს они ისინი слышат მისმენენ. меня. Я так вас ძალიან люблю, მიყვარხართ. вы не представляете. უფალო ვერ Вы წარმოიდგენთ, мне доверяете. როცა მენდობიან ეს ჩემთვის Для меня დიდი это ჯილდოა. такая награда. Я поставил ეს эту მიზანი цель. დავისახე. И და большинство უმრავლესობა რიცხავს 20 ლარს, 10 ლარს, 5 ლარს, 50 თეთრს. მაგრამ ისინი დარწმუნებული ვარ, Я уверен. ღმერთის მიერ იქნებიან მიღებული როგორც რჩეულები და მათი ცხოვრება შეიცვლება. И жизнь у них будет меняться. გაიხსენეთ ჩემი სიტყვები, ვინც ახლა მისმენთ. То сейчас меня დაეხმარეთ მათ, ვისაც помогайте არ იცნობთ. тем, кого вы не знаете. მშობლებს ვალდებულნი ხართ Родителям вы დაეხმაროთ. обязаны помогать. ნათესავებსაც, Родственникам მაგრამ обязаны. Но ეს это ღმერთის не საქმე არ Божье არის. дело.
Это ваше არამედ თქვენი მოვალეობა. И Бог за это. და ღმერთი ამისთვის მადლობას არ გადაგიხდით. Это ეს აუცილებლად უნდა никуда გაკეთდეს. не деть. И надо делать. ხოლო თუ ეხმარებით ადამიანებს, რომლებიც არასდროს გინახავთ და ვერც ნახავთ, Никогда не видели. И никогда не ვინც видели. არ დაგიკოცნით ხელს და არ გეტყვით მადლობა კეთილო ადამიანო, რამდენი გააკეთე ჩემთვის. Как много ეჭვი არ ты для შეგეპაროთ. меня сделал. Не сомневайтесь. მალე скоро ეს უბედური этот ადამიანი несчастный დაგივიწყებთ. вас забудет. ერთ Через დღეში день დაავიწყდებით, он вас მაგრამ забудет. ღმერთს Бог же не забудет არასდროს никогда დაავიწყდება этого вашего поступка. ერთ თქვენი Очень жаль, საქციელი. что я ძალიან ошибся. ვწუხარ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას საქველმოქმედო პროგრამებში შევწდი. Когда приехал в ყველაფერი ისე იყო, როგორც უკრაინაში. Всё было არავინ как в დამეხმარა. Украине. Никто мне не და помог. მიუხედავად იმისა, Прям რომ როგორც მპირდებოდნენ, пообещали, как я говорил, я ხვდებოდი ერთ встречался მნიშვნელოვან ადამიანს с და მან важным მითხრა, человеком одним. ყველგან დაგეხმარებიან. Сказал он мне, везде вам будет დამიხურეს помощь. ორი საბავშვო ბაღი, სადაც Мне закрыли 2 60 детских ბავშვი сада, იყო. где было 60 სად არიან ეს детей. ბავშვები? Где они? უსახლკარო და უბედური ბავშვები, რომლებიც ჩემს საბავშვო ბაღებში უკვე ცხოვრობდნენ, ვიდრე Находились в моих ავსტრიაში ან детских садах შვეიცარიაში. лучше, чем в Австрии где-то и в Швейцарии. Я не ფულს არ жалею. ვზოგავდი. У них были ხავდათ სპეციალური специальные მასწავლებლები, учителя, если кто თუ ვინმე отставал. ჩამორჩებოდა, ჰქონდა Была самая ყველაზე вкусная გემრიელი საკვები. Но оказался მაგრამ აღმოჩნდა министром უკრაინული გვარის მქონე მინისტრი, грузин, ქართველი, который стал меня რომელმაც штрафовать დაიწყო за ჩემი то, что я დაჯერებება იმის поставил გამო, რომ სასადილოში ვიდეოკამერა ვიდეო კამერა და დავაღენე, სტოლოვი. რადგან ბავშვები Ну, უსახლკაროები იყვნენ, მე უნდა მენახა, Я видел, დაიბანეს თუ რა были ხელები. руки или нет. შებს В халате в белом, თეთრი ხალათი და ხელთათმანები в ქონდა თუ არა. перчатках или მან нет. კითხვა, А он რომ ეს сказал, что это არალეგალურია незаконно. და Вот, მშობლებისგან надо было спросить ნებართვა უნდა მეკითხა. разрешение у родителей. Ну, какие რომელი родители? მშობლები? Родителей нет. მშობლები არ Какие არიან, пьяницы? ლოთები არიან. Пришлось закрыть. ამიტომ მოგვიწია დახურვა. Пришлось закрыть. მომიწია დამეხურა Мне მოხუცთა დახმარების ცენტრი Центр помощи старикам 650 650 человек, ადამიანი. для которых ადამიანები, я რომლებსაც მე 1-2 ან 3 წელი ვარჩენდი. почти თითქმის 100, 100 თუ 150, 50 150 ექთანი, медсестер, которые რომლებიც приходили бесплатно, მათ სახლში домой, უფასო пьяницы, დაკითხავდნენ. дети, ბავშვებივით негодяи, ждут მთვრალებიან, смерти, უღირსები чтобы ელოდებოდნენ მათ სიკვდილს. Сестры რომ их ბინა გაეყიდათ. переворачивали, ექთნები смазывали მათ აბრუნებდნენ. иголочками, маслом, делали ნაწოლებს инъекции. ზეთით უმუშავებდნენ, ინექციებს უკეთებდნენ. И в конце концов, და ბოლოს когда я როცა обратился ხელისუფლებას к власти, მიმართე, რომ чтобы მათთვის дали им მაინც хотя бы უფასო бесплатные მგზავრობის ბილეთები მიეცათ, проездные билеты. Это очень ეს ძალიან дорогая ძველი была პროგრამა იყო. программа. მითხრეს, Мне сказали, "ძადი შენი საქმე «Пошел აკეთე." подальше». აი, ასეთი მდგომარეობაა. Вот такие дела. იმედი მაქვს, Надеюсь, что რომ ჩემი პროგრამა, мою რომლის программу ერთადერთი მიზანია თქვენი გულები цель только შემოქმედისკენ одна. გახსნას, Открыть ваши сердца არ Творцу. დაიხურება. Ее не закроют. და И многие ბევრი ადამიანი, люди, ვინც кто ყურადღებით слушает მოусმენს, внимательно и сделает გააკეთებს выводы დაასკვნებს о იმაზე, том, как Бог თუ როგორ любит, უყვარს ღმერთს ისინი. и смогут анализировать შეძლებს их საკუთარი свои შეცდომების ошибки и გაანალიზებას და знать, что გაიგებს, любая რომ ошибка, ნებისმიერი შეცდომა, если თუ გაქვთ у გონება, вас есть голова, ღმერთის სიყვარული, есть რწმენა любовь к Богу, და есть იმედი, вера и надежда, ყოველთვის შეძლებთ მასთან то მისვლას. вы всегда к нему можете обратиться и сделать დასკვნების выводы გაკეთებას из своей ошибки და თუ и зарабатывать ბიზნესმენი ხართ, свою 10 ჯერ მეტის გამომუშავებას. 10 раз больше. Поэтому ამიტომ верьте, გჯეროდეთ, надейтесь, გქონდეთ იმედი, გიყვარდეთ, გიყვარდეთ, გიყვარდეთ. любите, გეშინოდეთ бойтесь ცოდვის грешить и და кайтесь. მოინანიეთ. Но самое მაგრამ главное, ყველაზე მთავარია, уповайте უფალზე на него. დაამყარეთ იმედი. Он как ის моя ჩემთვის мама, დედასავითაა, ის ყოველთვის ფიქრობდა, она всегда რომ მე считала რაღაც меня განსაკუთრებული каким-то ვიყავი, თუმცა особенным. ამის Хотя я не არანაირი давал საფუძველი არ никакого მიმიცია. повода. Да, დიახ, наши мамы ჩვენი დედები второй Бог. მეორე ღმერთია. Дай вам Бог, люди, как можно ღმერთმა больше მოგცეთ веры ადამიანებო, რაც и შეიძლება упования, მეტი რწმენა, იმედი და и სიყვარული. любви. Я не все вам რა თქმა უნდა, рассказал, ყველაფერი არ მომიყოლია თქვენთვის, მაგრამ но მე я мудр გონიერი ვარ теми ошибками, იმ которые შეცდომებით, совершил. რაც დავუშვი. Каждая из них приводила თითოეულ меня. მათგანს გამარჯვებამდე მივყავდი. Вот აი случилось, მოხდა. вот я შევწდი. ошибся. Вот აი оказался ჩემ გვერდით негодяй აღმოჩნდა рядом со мной. უღირსი ადამიანი. Потому что მე я поверил. ვენდობოდი, А нельзя მაგრამ говорить, ნდობა არ нельзя შეიძლება верить. განსაკუთრებით ბიზნესში, არ შეიძლება. Ну, тоже пошел по უკვე бизнесу. ბიზნესზე გადავედი. Тут нет აქ доверия. ნდობა არ არის. Грузия особенно საქართველოში განსაკუთრებით უყვართ-ხმა დედას გეფიცები, მამას გეფიცები, ბაბუას, დიდბებიას, ყველას გაიხსენებენ და ღმერთსაც. თუმცა ღმერთმა თქვა, ჩემს სახელზე ნუ იფიცებ, მეგობარო, თორე მინანებ. არ Этого შეიძლება. делать нельзя. საერთოდ ვინმეს დაფიცებაც კი ცუდია. ფიცის დადება არ შეიძლება. Потому что რადგან ვინ ხარ შენ?
Если ты თუ что-то რამეს делаешь, აკეთებ и считаешь, და что ფიქრობ, რომ ამას შენ აკეთებ, то Бог от тебя მაშინ ღმერთი ушел. წავა შენგან. Ну, ты делаешь, აკეთებ და делаешь. გააკეთე. У тебя получается გამოგდის კარგია, хорошо. მაგრამ თუ თქვენ Но ფიქრობთ, если вы считаете, вы поняли თქვენ меня, გამიგებთ и вы понимаете, და что вы გესმით, რომ миллиардер, თქვენ не მილიარდერი потому, ხართ, хотя არა никакой იმიტომ, რომ не თუმცა слышал. დღეს მილიარდერები Не არ потому, მომისმენენ, что არა იმიტომ, რომ ასეთი დიადი ხარ, არამედ იმიტომ, რომ великий, а потому что он тебя მას любит, ისე ძალიან უყვარ ხარ, რომ გექნება то у тебя არა будет ერთი, не არამედ один, а 100 100 миллиардов. მილიარდი. И ты будешь და იქნები ნომერი один პირველი Forbes. Forbes-ში. Удачи всем. ყველას წარმატებას გისურვებთ И помните და всегда, ყოველთვის გახსოვდეთ, это не про чудо, ეს არ არის ციდან მოვლენილი სასწაული. это ეს про არის тихую ჩუმი ხელი руку თქვენში, внутри вас, თქვენი про совесть სინდისი, вашу, про любовь შემოქმედი Творца, სიყვარული, რომელსაც у которого нет სახელი არ имени, აქვს. не верьте. Он сказал მან Моисею, მოსეს უთხრა, «Называйте ნუ მიწოდებთ მე меня ყოვლის შემძლე ღმერთს, Богом всемогущим, მას Он ყველაფერი всё შეუძლია. может, и всё для вас ყველაფერს თქვენთვის делает, и вы გააკეთებს. для него თქვენ მისთვის ყოველთვის ყველაზე ძვირფასები ხართ, любимый меня, ჩემზე უფრო любого ძვირფასები. другого. ნებისმიერ სხვაზე. И я счастлив, და что მე не ბედნიერი видел ვარ, ни რომ одного человека, არ მინახავს кроме არც этого. ერთი ადამიანი, რომელსაც დავეხმარე. Он уже меня давно забыл. უსახლკაროებმა მე დიდი ხანია დამევიწყეს და ღმერთს მადლობა ამისთვის. ხოლო ისინი, ვისაც ჩვენ ვეხმარებით, თუ მე საქართველოში დახმარებისთვის მოგმართავთ, გთხოვთ, То я დაეხმარეთ. прошу вас помочь самому себе, помогите. საკუთარ თავს დაეხმარეთ. ეს არის თქვენი შანსი გადაარჩინოთ ადამიანი ტანჯვისგან, შიმშილისგან ან ავადმყოფობისგან. От ეს недоедания თქვენი и შანსია. от болезни. თქვენი და არა Это მისი. ваш шанс, не его. У него მას всё ყველაფერი კარგად ექნება. пока я ყოველ живой. შემთხვევაში სანამ მე ცოცხალი ვარ. Если вы ეს знаете თქვენს людей, кому плохо, ყულაბაში ჩაიდება და არა მასთან. обращайтесь к нам. თუ იცით ვინმე, ვისაც უჭირს, მოგმართეთ Не ფონდში. проходите мимо. არ ჩაუვაროთ Вы გვერდი. всегда потом будете видеть თქვენ этого ყოველთვის человека. გემახსოვრებათ ეს ადამიანი. У нас во дворе ჩვენ жила სეზონში ცხოვრობდა გოგონა, девочка, ლამაზი ლენაჩკა. красавица. ის ყოველთვის ლენაჩკა. საქანელაზე რჩებოდა, როცა Она всегда ყველა სკოლაში каталась იყო. на качелях, когда все были ერთხელ в школе. ვკითხე, Я ნაცნობებს спросил რა как-то ხდებოდა? знакомых. რატომ არ «Что იყო делать? სკოლაში? Вон они там. მას სისხლის Они კიბო рак, ჰქონდა кровь». და ეს ყველა მიცოდა. И все знали, что ყველა она მიცოდა, რომ умирает. ის კვდებოდა. Это не больно. ეს არ იყო Она этого не მტკივნეული. чувствовала. ის ამას Она არ всегда была გრძნობდა. кукла, она მას была ყოველთვის такая ჰქონდა радостная. თოჯინა, ის ძალიან ბედნიერი იყო, ყოველთვის მეხუტებოდა. Я მე მას никогда её не არასდროს забуду, დავივიწყე, потому რადგან что я не ვერანაირად ვერ помог ей დავეხმარე. ничем. თუმცა Хотя мы- შემეძლო. Хотя бы თუნდაც звонком, ერთი ზარით, как როგორც прокурор პროკურორს, больницы, იმ которая საავადმყოფოში, была. სადაც ის იყო. Хотя бы და მეკითხა, поинтересовался, როგორ იყო, что с ним კიდევ რით было, შეიძლებოდა დახმარება, чем еще რომელ помочь, ქვეყანაში какую შეიძლებოდა страну მისი в გაგზავნა. перевод отправить. მე Ведь я შემეძლო мог пойти к ნებისმიერ любому министру. მინისტრთან მისვლა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. Обнимаю ყველას გეხვევით, არ დაგავიწყდეთ უპირველეს ყოვლისა და ურეკოთ თქვენს დედას და მამას. и папе, საერთოდ и მშობლებს, целом. რადგან ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთმა მოგცათ, რათა იყოთ ბედნიერები. მათ სიცოცხლე გაჩუქეს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. Всего ნახვამდის.